შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რა დროს ეს არის ამის გარკვევა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ზუსტად ის დროა, როცა რაზეც დღეს მინდა რომ ვისაუბროთ. მნიშვნელოვანი საკითხია. იმიტომ რომ სანამ არ ვიცი რაღაცა უცხო პლანეტელებს გავიცნობთ და სხვა განზომილებაში გადავალთ, ეგ ესე არ მოხდება. ჯერ სადაც ვართ იმ განზომილებაში, სულ მცირე ჩვენი საკუთარი თავის შეცნობა უნდა ვისწავლოთ, მისი ფლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სუბიექტური მოსაზრებების, ტყუილების, რაღაცა ფანტაზიების და მუდმივად იმ ტყუილში ყოფნის გარდა ჩვენ არაფერი არ გველის. არის მცდარი გზა, არის ყალბი ღირებულებები და არის სწორი გზა და არის ნამდვილი უმაღლესი ღირებულებები და დღევანდელი ზღაპარი, რომლის სახელწოდება ესეთი არაჩვეულებრივად გადმოსცემს თვითონ რა თემატიკაზე იქნება ლაპარაკი და რა უნდა იყოს მიზანი ადამიანში მისი გონების მფლობელობის შემთხვევაში ზღაპარს ქვია არ ვიცია. და ვნახოთ რატომ არის მნიშვნელოვანი რომ ეს ამ თემას შევეხოთ და რაღაცეები გავარკვიოთ. იყო და არა იყო რა. იყო ერთი ხელმწიფე, ყავდა მოჯამაგირე, რომელიც მონადირე გახლდათ. დადიოდა სანადიროდ და ნანადირევი ყოველთვის ხელმწიფესთან მიჰქონდა. ერთ დღეს მონადირემ არაჩვეულებრივი ჩიტი დაინახა. იფიქრა ცოცხალს დავიჭერო. მივიდა სტაცახელი, ჩიტი არსად არ გაქცეულა. ჩაისვა უბეში და გასწია შინისკენ. მიიყვანა ჩიტი შინ და ჩაკეტა. მეორე დღეს მოჯამაგირე ისევ სანადიროდ წავიდა. როცა შინ დაბრუნდა, ნახა რომ ჩიტი მზეთ უნახავ ქალად ქცეულიყო. მონადირე მთელ დღეებს ქალთან ატარებდა. ხელმწიფე მიფიქრა რაღაცა ცუდი ამბავია ჩემი მონადირის თავსაო და გააგზავნა ორი ვეზირი. ვეზირები რომ მივიდნენ მონადირესთან, მზეთ უნახავი ქალი დაინახეს და თვალი ვერ მოაშორეს, იქვე დარჩნენ. გაუკვირდა ხელმწიფეს რომ აღარც ვეზირები გამოჩნდნენ და აღარც მონადირე ჩანდა. კიდევ გააგზავნა ორი ვეზირი. იმათაც იგივე მოუვიდათ, მზეთ უნახავს თვალი ვერ მოაშორეს და იქვე დარჩნენ. შეწუხდა ხელმწიფე, რაღაც კარგი ამბავი არ არისო და გამოცდილი ვეზირი გააგზავნა. წადი და გაიგე რა ამბავია, რა მოუვიდათ მონადირეს და ვეზირებსო. ვეზირი წავიდა, ნახა ყველაფერი, დაბრუნდა მეფესთან და უთხრა: რა მოგახსენო ბატონო, მონადირეს ისეთი მზეთ უნახავი ქალი ყავს, რომ შენ არც დაგესიზმრებაო. ხელმწიფეს ეუცხოა ეს ამბავი და თქვა: მონადირებს რაღაც უნდა მოუხერხო და მზეთ უნახავი უნდა წავართვაო. რჩევა დარიგებისთვის დაიბარა ვეზირები. ერთმა ურჩია, დაავალე მთა, რომელიც დილის მზეს გადაფარავს, ხვალ დილამდე აწმინდოსო. ხელმწიფეც იბარებს მონადირეს და ეუბნება: აი ეს მთა ხვალ დილამდე უნდა აწმინდო, თუ არა და შენი მზეთ უნახავი მე უნდა მომცეო. შეწუხებული მონადირე ქალთან ბრუნდება და რაც ხელმწიფემ დააბარა, მას ეუბნება: ეს არაფერია, უთხრა ქალმა. მისცა ერთი ვაშლი და დაარიგა ვაშს გაყევი, სადაც გაჩერდეს. იქ ეზოში სატეხი და ეჩო ითხოვე და მოგცემენო. ვაშლი გაგორდა და ერთ ეზოში გაჩერდა. ეს თურმე მზეთ უნახავის მშობლების სახლი იყო. დედმამამ მაშინვე იცნო ვაშლი და მონადირე კარგად მიიღეს. სატეხი და ურო მოითხოვა, ამათაც მისცეს და გამოისტუმრეს. მოვიდა ვაჟი შინ და მოიტანა სატეხი და ეჩო. ცოლმა უთხრა: ამ საღამოს დაიძინე და ხვალ ადრე ადექი. დაიჭირე მერე სატეხი და ეჩო და იმუშავეო. მონადირეც დაწვება და დაიძინებს. მეორე დილით წავიდა და ნახა რომ მთა აწმენდილია. მივიდა და დაუწყო მიწას მოსწორება. ხელმწიფეს გამოეღვიძა და ძალიან გაუკვირდა. ეხლა აქ გავჩერდები და მოდი დავიწყოთ ჩვენი ზღაპრის გარჩევა. ძალიან საინტერესო თემებია და მინდა რომ სანამ ზღაპრის გარჩევას დავიწყებდე, ჩვენი გენიოსი ქარჩხაძის ყველაზე ცნობილი წიგნიდან იგი ესეთი პატარა ფრაზა ამოვიღე, რაც ალბათ ყველაზე სრულყოფილად, ეს არის კლასიკური შემთხვევა გონებრივი მდგომარეობის, მაშინ როცა გონებას ადამიანი ვერ აფლობს და ქარჩხაძე ესე ახასიათებს: თუ ფეხზე იდგა, დაჯდომა უნდოდა. თუ იჯდა, ფეხზე დგომა უნდოდა. თუ მიდიოდა, გაჩერება უნდოდა.
გაჩერებული თუ იყო, მაშინ წასვლა უნდოდა. საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა. იქ უნდოდა სადაც არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, საცა არ იყო. უკვე იქ იყო, საცა იყო. და იქ ყოფნა აღარ უნდოდა. ეს არის ჩვენი გონება. ჩვენი გონება, რომელიც სანამ არ ფლობს ადამიანი, მას თავი ხელმწიფე ჰქონია და ისაქმეფობს. სინამდვილეში მობრძანდით რა. ერთი წუთი თუ გაცრავად ყველასთან, მე ისე გამოიწიე, რომ ქალბატონები უნდა დავსვათ. გაიხადეთ, იმიტომ რომ ძალიან დაგცხებათ და ბიჭები გამოართვით რა, ის რა ქვია და მოემსახურეთ ქალბატონებს. ვიცი რომ საშინელება ხდება. მარტო ეგრო იყო საშინელება ქალაქში. კიდე ჯანდაბას. ყველაფერი გვესმის უკვე ქართველებს. აბსოლუტური გაგება გვაქვს და ტოლერანტობა ყველაფრის მიმართ. დიდი მადლობა რომ მოგბრძანდით. მეც მიხარია რომ აქ ხართ. დიდი მადლობა მობრძანებისთვის ესეთ სიტუაციაში. მიდით გვიტები და დაბრძანდეთ. Okay. თუ იქით სავარძელში უფრო კარგად იგრძნობთ თავს, ნახეთ სად უფრო კომფორტულად იქნებით. Okay. კიდევ ერთხელ წავიკითხავ, რომ თან დავიწყებ რა, რომ თან კიდევ კარგად გავიაზროთ საკუთარ თავში ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ამ გუნება განწყობაზე ყოველ წამს გვაყოფებს ჩვენი გონება. თუ ფეხზე იდგა, ჯდომა უნდოდა. თუ იჯდა, ფეხზე დგომა უნდოდა. თუ მიდიოდა, გაჩერება უნდოდა. თუ გაჩერებული იყო, წასვლა უნდოდა. საცა იყო, იქ ყოფნა არ უნდოდა, იქ უნდოდა, სადაც არ იყო. მაგრამ როგორც კი მივიდოდა იქ, სადაც არ იყო, უკვე იქ იყო, საცა იყო და იქ ყოფნა აღარ უნდოდა. Okay. არ მინდა რომ რამე გამოჩეს და მინდა რომ ძალიან დაწვრილებით, ძალიან დეტალურად ეს ზღაპარი გარჩეული მაქვს, მაგრამ ესეთი გლობალურად ესეთი თემებს შევეხე ზედაპირულად და ვფიქრობ რომ დღეს უფრო დეტალურად არის საჭირო ამისი გარჩევა, იმიტომ რომ თუ როდისმე ქართველებს სიფხიზლე გვჭირდება და საკუთარი თავის შეცნობა და საკუთარ თავში სწორი გადაწყვეტილების მიღება ალბათ ეხლა გვჭირდება ყველაზე მეტად. ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ესე იგი, სიმბოლოებს მივყვები. ზღაპარი იწყება ესე, რომ ხელმწიფეს ყავს მოჯამაგირე, რომელიც მონადირეა და ის მისთვის ნადირობს და ყველაფერი, რასაც ნადირობს, მასთან მიაქვს. მაგრამ ერთ დღესაც დაინახავს ჩიც და სახლში მიყავს, ხო, მონადირეს. კი მეორე დღეს წავა ისევ სანადიროთ, მაგრამ სახლში რომ მივა, მზით უნახავი დახვდება ჩიდის მაგერ და იმდენად მოიხიბლება, რომ იქ დარჩება. და იქიდან აღარ იწურის, ერთ ადგილას არის. ეხლა ეს არის ზღაპარი არ ვიცი, არის აი ყველაზე სრულყოფილი ვერსია იმისა, როგორ შეიძლება რომ ადამიანი საკუთარ თავში ჩაღრმავდეს, ნაბიჯ-ნაბიჯ, რაც ყველაზე მთავარი საფეხურებია, ის გაიაროს, მანამდე სანამ გარეთ გამოვა და მეორე ადამიანს შეეხება და მასთან ურთიერთობა სწორედ ისწავლოს, ჯერ უნდა იცოდეს, აი აქ რა ხდება, მასში და ვინ არის. ხელმწიფე არის ყოველთვის გონების სიმბოლო. ხელმწიფის ადგილი მას არ ეკუთვნის. მაგრამ ადამიანმა სანამ არ იცის, რომ ფიქრზე მაღლა დგას და მასში არის განზომილება, რომელიც ფიქრს აცნობიერებს, მანამდე მისი გონება ხელმწიფე, როგორც ქარჩხაძე ამბობს, პატრონის სახელით ლაპარაკობს და როცა ზის ამბობს, არ მინდა ჯდომა, მინდა რომ დავდიოდე და ვსეირნობდე ქალაქში. და როცა სეირნობს ქალაქში ამბობს, აღარ მინდა სეირნობა, სახლში მინდა წასვლა. და როცა სადაც არის, იქ არასოდეს არ ამბობს, ნეტა სხვა რამე ხდებოდეს ჩემ ცხოვრებაში, რა კარგი იქნებოდა სხვა ქვეყანაში რომ დაუბადებულიყავი. და რო ჩაფრინდება ამერიკის კონტინენტზე, სამშობლო მენატრება. და ყოველთვის არასოდეს იქ არ არის, სადაც უნდა იყოს.
და ყოველთვის ბედავს. და რატო ბედავს? რომ პატრონის სახელით ილაპარაკოს, იმიტომ რომ ის ესე ამბობს, მე არ მინდა, მე მინდა, აქ არ მინდა, იქ მინდა, იქ რო ვარ, იქ იყო საჭირო, სადაც ეხლა მენატრება, აღარ მენატრება. გესმის? ეხლა აღარა აქვს აზრი, აღარ მინდა, 5 წუთის წინ უნდა მქონოდა. და ყოველთვის ჩვენი სახელით ლაპარაკობს და ესე ამბობს, მე. ვინ მე? ამ დროს უბრალოდ გონების ერთი წინადადებაა და ერთი ფრაზაა, მეტი კი არაფერი. მაგრამ ჩვენ იმდენად ახლოსა ვართ მაგასთან. რატო ვართ ახლოს მაგასთან და რატო ხდება ესეთი გაიგიავება, რამდენჯერაც გონება რაღაცა ფრაზა შემოგთავაზებს, ერთ წინადადებას, თუნდაც ერთ სიტყვას. რატო არ ავსვავთ კითხვის ნიშანს? იმიტომ რომ მისი მოსამსახურე არის მონადირე, რომელიც ყველაფერს, რასაც ინადირებს, მასთან მიაქვს. ვინ არის ეს მონადირე? სინამდვილეში ეს მონადირე მას არ უნდა ემსახურებოდეს. სინამდვილეში მისი მოჯამაგირე არ უნდა იყოს. მაგრამ ყველაფერი უკუღმა ხდება ადამიანში და ყველაფერი ჩვენ საწინააღმდეგოდ მუშაობს ჩვენს ფსიქიკაში და ჩვენ შინაგან სამყაროში, რომელიც არ აჩანს მანამდე სანამ დავინახავთ და როდის დავინახავთ? სანამ არ გავჩერდები და კითხვის ნიშანს არ დავსვავ და ვინ არის ეს მონადირე? ვინ ნადირობს და რაზე ნადირობს? რა მიაქვს ხელმწიფესთან? რა უნდა გონებას? ინფორმაცია. გონება არ არის ის განზომილება ადამიანში, რომელიც თავად ბადებს რამეს. იცით რომ გონებას ერთი წინადადებაც კი არ ეკუთვნის. არც ერთი სიტყვა თვითონ ვერ მოიფიქრებს. გონებას არაფერი არ ეკუთვნის. როცა ბავშვი იბადება, მას საზოგადოებაში სადაც იზრდება, გარედან მოდის ინფორმაცია. ეუბნებიან, შენი ირმა გქვია, ეს მწვანე ბალახია. ნახე თოჯინა, დედიკო, თვალი და ყველაფერს იმახსოვრებს და გონებას გონია რომ თავისით მოიფიქრა. იმიტომ რომ მას აქვს მახსოვრობის, აზროვნების და წარმოსახვის უნარი, მე არაფერი. რა შუაშია მისი მეფობასთან ან დედოფლობასთან, ახლოსაც კი არ არის. თვითონ არაფერი არ გააჩნია, ეგრას ნიშნავს სიბძნეს, ის ვერასოდეს ვერ დაბადებს. ის წყარო და სათავე ჩვენში არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი რომ სადმე მარტო გადარჩეს და გაიზარდოს, მაშინ ის რაღაც ენაზე მაინც უნდა ლაპარაკობდეს, განა ენებზე რაღაცა ფიქრი მაინც უნდა შეეძლოს. მაუგლისი გარ შეუძლია. რატო? იმიტომ რომ გარედან არაფერი არანაირი ცოდნა არ შესვლია და თვითონ ვერაფერს ვერ დაბადებს გონება. გონებას აქვს ორი შანსი, საიდანაც ინფორმაციას სისტემატიურად იღებს. ერთი არის რომ უკვე არსებული, გამზადებული მზა საზოგადოება, სადაც უკვე მეტყველება არსებობს და აზროვნება და ფიქრი და გამზადებული წინადადებები, მოსაზრებები, იდეები, ფილოსოფია და მეცნიერებები არსებობს და ამას იზეპირებს და იღებს როგორც საკუთარს. და მეორე, ჩვენს ყველანი ერთად ყოველთვის ვართ სამყაროსეული გონის ოკეანეში. ჩვენ ეხლა ვართ ერთი და იგივე ოკეანეში, ამ მომენტში. ის სივრცე, რომელზეც გონია, რომ ცარიელი არ არის, ეს სამყაროსეული გონის ოკეანეა, რომელიც არის ყველანაირი შესაძლებლობის დამბადებელი ულიმიტო თავის შესაძლებლობებში. უკიდეგანო, რომელიც არის მარადიული თან. და გონებას გარდა იმისა, რომ გარედან შეუძლია მეორე მატერიიდან წამოსული ინფორმაციის სიტყვების დამახსოვრება ინტელექტის დონეზე, ასევე გონებას შეუძლია დაუნლოდი გაუკეთოს ამ სამყაროდან იმ ინფორმაციას, წრეზე მბრუნავ ენერგეტიკას, რომელიც ინფორმაციას შეიცავს და ის გააცნობიეროს. რაღაცით გესმის? მსგავსი ისტორია მაინც მოიგონოს, რაღაცას მოჩმახავს და მოიგონებს. ხშირ შემთხვევაში რატო ეხა გენიოსი ვინ არის რა? მისმა გონებამ რამე დაბადა? არა, არაფერი არ დაუბადებია, არც აინშტაინს და არც არავის, არც ნიუტონს და არც არავის. ის უმაღლესი ცნობიერებიდან ისეთი მომენტი ნახა, რომ ის ინფორმაცია ჩამოვიდა და უბრალოდ დასვენებულმა გონებამ დაუნლოდი გაუკეთა და გააცნობიერა, მეტი არაფერი. გაიმეორა, თავისით არაფერი არ მოუფიქრებია. ამიტომ, როცა გონების აღმატებულობაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ მაგას ვერ მოვჩით დედამიწაზე და წავიდა გონების თამაშები.
გონებრივი მდგომარეობის თამაშები, რომელიც არჩევა და რომელიც ომის გარდა, წინააღმდეგობის, კონფლიქტის და პოლარიზაციის გარდა არასოდეს არაფერს არ დაბადებს, იმიტომ რომ თავად მთლიანი ბუნება, მარადიული ბუნება არ გააჩნია, თავად დასაზღვრულია, როგორ შეიძლება სხვანაირი სიტუაცია დაბადოს. დასაზღვრული ბადებს დასაზღვრავს. წერტილი. ამიტომ რა არის ის, რაც ადამიანს აიძულებს, რომ გონება, რასაც გაიფიქრებს, ეგონოს როგორც აი აქ მე ვინც უნდა იყოს, მე გავიფიქრე. რატო აკეთებს ესეთ გაიგიავებას? და როცა ვიღაცა, არ ვიცი, უამრავჯერ მომსვლე ეს მესიჯი, აი გაიგიავება რას ნიშნავს? როცა გონების გაფიქრებულ წინადადებასთან შენ კითხვის ნიშანს არ ასვავ და არ გახსოვს, რომ ეგ უბრალოდ გონებაში ერთი წინადადება გას, რაღაცა ფიქრი გაჩნდა და შენ კი არ გაიფიქრე, გონებაში გაჩნდა ესეთი წინადადება. როცა ეგ არ გახსოვს და თვითმახსოვრობაში ეგ არ გაქვს, გესმის და შენი მსახური, რომელიც უნდა გონება უნდა გემსახურებოდეს, მსახურია, ხელმწიფე კი არ არის. აი აქ პატრონად ასაღებს თავს და ხელმწიფედ ჯდება, გესმის მაღალ სკამზე. როცა არ გახსოვს, რომ გამოყოფა აუცილებელი, შენ ვინც ხარ, მე ვისაც შეუძლია თქვას, შენს მსახურთან მიმართებაში, რომელიც ხელსაწყოა, როცა ეგ არ გახსოვს და თვითმახსოვრობაში ეგ არ გაქვს და იქ გამიჯვნას არ აკეთებ, რასაც გაიფიქრებს გონება 100%-ით გჯერა და როცა ზიხარ, გეუბნება რომ უნდა ადგე და წახვიდე და როცა დადიხარ, გეუბნება რომ უნდა სახლში მიხვიდე და დაჯდე და შენ იმას უჭერებ. პატრონს ატარებს თავის ჭკუაზე და ეს მონადირე ვინ არის? მონადირის გარეშე ვერც ინფორმაციას ვერ შეაგროვებდა, იმიტომ რომ გონებას ფიქრის წყურია, კაცო, ინფორმაციას წყურია და ეს ამოუსებელი ქვევრია ვერასოდეს მის მუცელს ვერ გააძღობ. იმიტომ რომ რაც უფრო ბევრი აქვს დამახსოვრებული, განა გააზრებული ან საერთოდ გაცნობიერებული, იმიტომ რომ ცნობიერება მისი ბუნება არ არის. არა, უნდა ბევრი შეაგროვოს. აი როგორც ვამბობთ, რომ რით ვერ გაძღა ამ კაცის მუცელი, ხო? მილიარდელია, რით ვერ გაძღა ამ კაცის მუცელი? სუსტად ისეთივე თანაფარდობაშია. ჩვენი გონება ვერასოდეს ვერ გაძღება, მეტი ინფორმაცია უნდა. გაიგო რაღაცა, იმის მონელება არ შეუძლია. როცა ხარბია, როცა პატრონი არ ხავს, როცა იმას არ იყენებ, როცა არ გაითავისებ იმ ინფორმაციას, ანუ შენ თუ ემოციური განცდა არ გექნება შესაბამისი თეორიაში მიღებული ინფორმაციის. ის ჯერ შენი ცოდნა არ არის. ის სხვისი ნათქვამი ცოდნა შენ რა შუაში ხარ საერთოდ. მაგრამ მონადირე ვინ არის? მონადირე არის ჩვენში არსებული ყურადღება. საერთოდ ყურადღება გაიქცევა. აუ ღვინის ბოძე ღვინო, რომელი ღვინო მიყვარს, თეთრი ღვინო მიყვარს და იწყებს მაშინ მოაქვს მაშინვე. გესმის? ესე ნადირობს ყველაფერზე და ინფორმაციები მოაქვს. სანამ ადამიანში აი ყურადღება არის ის ძირითადი ნავიგატორი, რომელიც განსაზღვრის ადამიანის განვითარებას. თუ ყურადღება ბოლომდის დაპყრობილი ყავს და მოჯამაგირედ ყავს ნაქცევი გონებას, ანუ საითაც უნდა აზროვნება და რაღაცეების ინფორმაციების მოძიება, სულ გარეთ ისვრის ყურადღებას, გესმის? ნებისმიერ რაღაცაზე, ნებისმიერ ვიღაცასთან, ნებისმიერ მოვლენასთან. და ყურადღება რაზეც გაჩერდება, იმას აცნობიერებს და ის მოაქვს მერე, გესმის? გონებასთან ის ინფორმაცია მოდის. ამ დროს ნახე როგორი ურთიერთობა უნდა იყოს. ყურადღება და გონება ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ, მაგრამ რასაცილოა იცი? სინამდვილეში ჩვენ როგორი დიზაინიცა გვაქვს ფსიქიკაში, პირიქით არის ყურადღებას უნდა მსახურებდეს გონება. აი ცით როგორ დაახლოებით, აი ყველაზე ალბათ სამართლიანი და კარგი ანალოგია, რომ გითხრათ დაახლოებით მათი დამოკიდებულება როგორია ყურადღების და გონების ჩვენში, ჩვენს დიზაინში. აი როგორც სხეული და მისი ჩრდილი. თქვენ აქ მოხვედით, ჩრდილი ხო არ დარჩა სახლში? ხო თან მოყვება რა? აი გააჩნია ყურადღებას ვინ ფლობს? თუ გონება ფლობს,
მაშინ იქ იქნება ქაოსურად ინფორმაციის შეგროვება, რომელსაც დასასრული არ ექნება და იქ შეცნობა შიგნით არასოდეს არ მოხდება, იმიტომ რომ არ ჩერდება ყურადღება ერთ ადგილზე. მაგრამ თუ ყურადღება იმ ჩიციბოვნის, ამ დროს ყურადღებას რაზეც გააჩერებ, ერთ ადგილას თუ აწყობობაში გააჩერებ, გონებას არ შეუძლია ინფორმაციის შეგროვება. ის კი რაღაცა შემოგთავაზებს, თავის ვეზირებს გამოგიგზავნის და ვნახავთ ამას როგორ აკეთებს. მაგრამ თუ ერთ ადგილას გააჩერე ყურადღება, დიდი ბუდიში ახალი ინფორმაციაზე რა. და ნახე როგორი ჩიტი ნახა ამან, ერთ ადგილას იყო, ერთ ადგილას რომელი ჩიტი ზის? აწყობას დააგვირდა. უცებ აწყოში მოხდა, გესმის? ის ხო სულ გარეთ იყო და უცებ შიგნით მოხდა ცოტა ხანი და აწყოში მოხდა, გესმის? საერთოდ ინფორმაცია არ არის საჭირო და აზროვნება არ არის საჭირო. არავითარი ინფორმაცია, არავითარი ფიქრი არ არსებობს. თავიდან ეხა კი მოეწონა, რო არ მოწონებოდა სახში არ წაიღებდა, გესმის? კი წავიდა მეორე დღეს ახალი რაღაცა ინფორმაციის მოსაძებნად, მაგრამ უცებ გარეთ რო გავიდა, თავი არ იგრძნო კარგად. სახში დაბრუნდა და იქ დახტა მზეთ უნახავი ამ ჩიტის მაგიერ. რატომ მზეთ უნახავი? იმიტომ რომ აწყობა ის ადგილია, სადაც ჭეშმარიტება ცხოვრობს და ჭეშმარიტება ლამაზია. ჭეშმარიტება არის ნამდვილი ღირებულება, რეალობა, რომელიც ლამაზია. და მაგიტომ მზეთ უნახავია. და როცა ჩვენი ყურადღება, აი ყველას უნდა ამ მედიტაციის სწავლა, დიდი არაფერი არ არის. როცა შენი ყურადღება გონებას კი არ აი ესე უსიტყვოდ, ყველაფრის გარეშე კი არ ემონება და მოჯამაგირად კი არ უდგება. აგერ ყურადღება გაჩერდა აწმყოში, სადაც უჩვევ ისე რა ქვია, ცნობიერების ეკრანი გაჩნდა. თუ ყურადღებას ცნობიერების ეკრანზე გააჩერებ, აწმყოში იქნება. არსად არ წახვიდო შენი ყურადღები. აი მედიტაციაც რა არის? შენ უნდა აი აქ აწყოში, უნდა გქონდეს ყურადღება ცნობიერების ეკრანზე, საიდანაც აცნობიერებ შენში რაც ხდება. გესმის? და იქიდან ვეზირები მოვლენ ცუდ ამბებზე. შენ რაღაცა აქ ჯერ შეგაშინებენ, ისეთი ვეზირები გამოუშვათ, ყუპად მოხავს, გესმის, რომ ჯერ ნეგატივით, რომ შენ რა სისულელია ეხლა ეს საინტერესოა საერთოდ ესე რომ არც ინფორმაცია აქვს ხო ფრენა არ შეგიძლია შენ ხო წადი რაღაცა მიდექი მოდექი რა არის ეს სიზარმაცე და ქართველობა და ნაცარქექიაობა გაიგე ლექციას მოგიყვება იმაზე მე გეტყვის რომ ესე ხო არა გგონია რომ ეხლა შენ დაგექვემდებარები და ხო არ გგონია რომ მან დიდხანს დარჩები და ყურადღება უბრალოდ გაჩერებულია აწყოში არაფერზე არ აკეთებს. გარეთ არ მონდეს. ფიქრს არ მიყვება იქ. ფიქრმა ესე ჩამოიარა ნეგატიურმა და გონია რომ ესე რომ შემოგიღრებს და კბილებს რომ გამოგიჩენს, იმას უნდა გაეკიდო და იქ ისტორია ააგოს, გესმის? რომელიც წაგიყვანს სადღაც არ არსებულში. მაგრამ გაჩერდა ერთ ადგილას ესეთია, ისეთი ლამაზია ამ მდგომარეობაში ყოფნა, რატო იცი? აი როგორც მაგალითად აი ეს ტელევიზორის ეკრანი. ეხლა ეს რო ჩართო, ანუ ჩართული გონება, ეს არის როგორც ტელევიზორის ეკრანზე მრავალფეროვნება ხდებოდეს. მრავალფეროვნება ხდება. ხან ოკეანე შუქდება, ხან ხანძარი, ხან ფილმი, მელოდრამა, ხან კომედია. მაგრამ ტელევიზორს არაფერი არ მოსდის, ეკრანი ერთი და იგივე მუდმივ რჩება, მაგრამ მასზე მრავალფეროვნებაა. და ეს ყურადღებას ერთ ადგილას მუდმივი რო დარჩა, ამ ეკრანზე რო დარჩა, საიდანაც უცებ გაიზარდა ეს ცნობიერება და აი ესე უყურებს, იცი? ვა, ეს ვეზირები მოვიდნენ. მერე რა მოხდა? თუ არ აყვები რა რას გიზავს, თუ არ შეგიშინდა, აი თუ იმას არ აყვები და არ დაიჯერე, ხო? და ყურადღება ისევ იქა გაჩერებული. იმ ნაწილში, იმ ადგილას, ეხლა ლოკალიზაცია არ არის, ხო გესმის? ჩვენში ეს არის ის ადგილი, რომელიცაც აქვს ცნობიერება და რომელსაც ახსოვს მე ვარ. ყოველთვის ახსოვს, ყოველთვის იცის. რატო? იმიტომ რომ აცნობიერებს, იმიტომ რომ სინათლე მას აქვს. ხედვა მას ეკუთვნის და როცა თუ ყურადღება საიდანაც ჩვენში ნათელი ხედვა იბადება, ნებისმიერი იდეა და ნებისმიერი რაღაცა. თუ ყურადღება იქ არის გაჩერებული, ეს რეალობა იზრდება, გესმის? და თუ ყურადღებას გონება გაიტაცებს გარეთ, ბევრი ინფორმაცია გექნება, მაგრამ შენი ერთი სიტყვა არ გექნება და არასოდეს არ იქნება არც ერთი საკუთარი.
მაგრამ შენი პრეტენზია გექნება ხელმწიფობაზე, აღმატებულობაზე და რა მაგარი გენიოსი ხარ, მაგრამ არც ერთი არ იქნები. და მეორე წყვილი თუ არ შეგეშინდა, ხო? შიჩით თუ ვერ გაჰყევი იქ, რომ უცებ ყურადღება მოიტაცოს და გაიტაცოს, გესმის? თუ ეგ არ მოხდა, მაშინ რაღაცა იდეურ, რაღაცა ისეთ თემებს შემოგთავაზებს დადებიც, რომ იმაზე დაიწყოს აზროვნება, გაშალოს თემა და გაიტანოს ყურადღება გარეთ, ხო? მაგრამ ისინიც იქ დარჩნენ. რატო დარჩნენ? აწყობაში ყველაფერი ქრება, ჩერდება, ყველა ფიქრი ჩერდება. დადებითი, მწარე, ნეგატიული და ტკბილი. ყველაფერი ჩერდება. ყველა ვეზირი გაჩერდა. სხვა გზა არ აქვს. ამ დროს მეფე ახლა მშიერია. როგორ კაცო, ახალი ნანადირევი და ახალი ინფორმაცია არ ჭირდება? რას ქვია ეს, რა ქვია, ყურადღება სადღაც გაჩერდა იმაზე, ცნობიერების ეკრანზე. ამიტომ გააგზავნის ყველაზე გამოცდილ ვეზირს. რომელია ყველაზე გამოცდილი ვეზირი? ლოგიკა. ლოგიკა. შეაფასოს მაინც სიტუაცია. იმას კი არ სთხოვს, აშინებს, ან ეხვეწება არც ერთი. უბრალოდ ანალიზს აკეთებს ლოგიკურს. ამას ისეთი მზეთუნახავი ყავს. აქედან ესე იოლად ვერ გამოიყვან. ხო? უბრალოდ ანალიზი გააკეთა ლოგიკურმა. მიდი, შემეკითხეთ ან ჩამეკითხე, მე დამავიწყდე. ყურადღების გარეთყოფნა მოიაზრებს ჩვენი ფიქრების მომავალში წარსულში ყოფნას, თუ მომენტი, როცა მე ერთ საგანზე, ჩემთვის გარე საგანია, მაგრამ ამ მომენტში ორიენტირებული ვკითხულობ რაღაცას. თუნდაც ახლა ინფორმაციის შეგროვებაზე თქვით, რომ გონება ეს უფრო დაგეშინებულ ინფორმაციას შეეძლო. კი. მე ინფორმაციას ახლა ამ პროცესში ვკითხულობ, ბევრი ინფორმაციას ვიჟებ, მაგრამ ამ მომენტში ვარ. ანუ გონების გარეთყოფნა მოიაზრებს იმას, რომ გონება უბრალოდ მომავალში გეკავს რაღაცა წარსულში და ეს თავისთავად შფოთვას იწვევს ჩემში, თუ მე ახლა აქ რო ვარ, აი ამ წამში ვკითხულობ წიგნს, ანუ ყურადღება ჩემში უნდა ვეცადო რომ გადავიტანო, თუ თუნდაც აი ამ წიგნზე აზრობაში. კი, ყველა ახალგაზრდის ტკივნეული მომენტი ცხოვრებაში არის ესეთი რაღაცა, რომ სწავლასთან დაკავშირებით რა. შენ ვერასოდეს შენი გონება არ მოგემსახურება და არ იაზრონებს, არ დაიმახსოვრებს და არ გაიაზრებს, რაც წაიკითხა, თუ ყურადღებას აქ არ გააჩერებ. იმიტომ რომ მასზეა მიბმული. ჩრდილია. აი როგორც შენ სხეულს ჩრდილი აქვს. აი ესია გონება მასზე მიბმული და თუ ეგ არ იცი, მაშინ იმას ახავს ტყვე დაყვანილი. და დაიბყრო და მონად მსახურობს ისეთ რაღაცას, თვითონ რო აჩრდილად უნდა უკან დასდევდეს. შენ რომ წიგს აიღებ, აი როდის ხდება სწავლა. იმიტომ რომ რაღაცა 21 წლამდის პირველი რესურსი, ხა ქმედებაში გადასვლის რესურსი ყოველთვის არის ემოცია. პირველი ძირითადი რესურსი, რასაც ბავშვი იყენებს, ეს არის ნებისყოფით აკეთებს. აი 21 წლის ზევით აი 24 წლიდან განსაკუთრებით რა, მაგრამ 21 წელში უკვე ამოწურულია ეგ რესურსი, იმიტომ რომ ძალიან პატარა საბადოა, ყველაზე პატარა საბადო ეგ აქვს. მე შენ უნდა აიჩიო სხვა რესურსი ემოციური, რომ იაზროვნო და სწავლა გააგრძელო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ერთი და იგივეს აწვევი იცით როგორ დეპრესიუმდგა, ხა ყველას დეპრესია არ აქვს, უბრალოდ შეშინებულები არიან ახალგაზრდები, უცებ აღმოაჩენენ, რომ რითიც აქამდე მივიდა, იმას რო აწვება, ეგ უკვე ძალადობაა, გესმის? ნებისყოფით რაღაცის გაკეთება ძალადობა. ბავშვობაში ყველა ბავშვს ჭირდება პატარა მათრახი, გესმის, ბამბიანი მათრახი, საყვარლობა, რომ სტრუქტურა შეუქმნა. 24 წლის ასაკში შეგნება გჭირდება და მაგიტომ უნდა იმეცადინოთ. ის ამოწურული გაქვს, გესმის? და იგივეთი ვაგრძელებთ და ვეღარ ვსწავლობთ და ყველას ვასწავლი ერთი და იგივეს. მოდი დაანებე ახლა მაგ შენს მიწოლებს და აგრესიებს თავი და ძალადობას საკუთარ თავზე. გონება იაზროვნებს და იქ იქნება, სხვა გზა არ აქვს. რამდენჯერაც გონება აი აქ რაღაცა შემოგთავაზებს გეგმას, აი ამ სიტყვების წინადადებების მიღმა, ხო? დააბრუნო, განაგონება დააბრუნე, ყურადღება დააბრუნე. იმას სხვა გზა კი არ აქვს. მე დაიწყებს კითხვას და გააზრებას. ზედ არის მიბმული. სხვა გზა არ აქვს, ვერსაც შორს ვერ გაფრინდება. განაშენი ჩრდილი რამ ხელაზე გაიწელება შენი სხეულიდან, ხო? შეეცდება. ხან შეგაშინებს, ხან გეტყვის, რომ ვეღარ აზროვნებს. უკვე აღარ შემილია სწავლა, მეცე ილაპარაკებს. მსხმშია. აი ყავას დავლევ და მე გავაგრძელოთ.
გესმის? ისე ხო კაი იქნებოდა რომ მიჩვეულიყავი ვარჯიშს და მე გემეცადინა ხოლმე ხო გაიგე რომ ვარჯიში უფრო უკეთესია და მე უფრო უკეთესად ვაზროვნებ. თან პირველ პირში ლაპარაკობს კაცო, აქ მთავარი ის არის. მთავარია რომ აი მას მოაშორო, ყურადღება გადაიტანოს სხვა რაღაცაზე. საითაც თვითონ უნდა. ერთი თუ ჩაიჭირა ყურადღება, სადაც უნდა იქცავა. გესმის? ამიტომ შენ თუ ყურადღებას გააჩერებ ერთ ადგილზე, არც წარსული არსებობს, არც მომავალი, არც ორგანიზება, არც დაგეგმარება, არც წუწუნი, არც დაზარალებული მდგომარეობა, არაფერი. ყურადღება აქ ამაქვს და ეხლა იმას წაიკითხავ, რაც უნდა წაიკითხო და სხვა გზა არა აქვს გაიაზრებს და ისწავლე. გესმე? გონება როცა მომენტი აი დაუჯიქის ასწავლად გამახსენდა რომ ყავამი. ხო. და ამ აზრს ჩემთან ვაიგივებ და მივიდა. და მომენტი აი სოი მე ჩემთან რაღაცა პრაქტიკით ვისწავლე რომ აი ესეთ ფიქრი რომ მომდის მე რაღაცა ერთმა უყურებელიყო. აი ეს ვინც მაგ დროს უნდა გახსოვდეს რომ შენ კი არ გინდა ყავა. შენმა გონებამ მოსაზრება მოგაწოდა იმისთვის რომ აგაყენოს ამ ადგილიდან. ეს ვინც საწინააღმდეგო გეგმას სახავს აი ამის მოწოდებულ ყავა მინდაზე რომ მე რაღაცა ტექნიკად შემოჩვეულო რომ ეს ფიქრი გავაგდო აი ეს ვინ არის ვინც ზრუნავს იმაზე რომ ეგ არ არის გაყოფილი გონება ეგ არის ხედვა ნახე ყურადღება მე შენ გითხარი თუ ხედვაზე გაქვს გაჩერებული ის დაინახავს რომ გონებამ ეს მოსაზრება შემოიტანა და მე გონებას აქეთ იყენებს ის ყურადღებაც და ის ცნობიერებაც და უკვე პასუხი არის იმისა, რომ როცა გადავწყვეტავთ ყავის დალევას, მაშინ დავლევთ ყავას. ეხლა მეცადინეობთ. მეტი არაფერი. იგივე გონებას იყენებ. იმიტომ არის, რომ ფსიქიკას გააჩნია ვინ იყენებს, გესმის? როცა ის თავის ნებაზია, ის შენს წინააღმდეგ მუშაობს და როცა თავის ნებაზი არ არის და ამხელ ყოველთვის, რომ მე კი არა ვარ ჩემი სახელით ლაპარაკობ, პატარა ბიჭი. შენ რო იმას ამხელ ის უკვე დანათებულია, გესმის? იქ უკვე შუქია გაჩენილი, სიბნელეში კი არ მაიმუნობს უკვე, გესმის? იმიტომ რომ ცარელა გონება თავისი სიბნელეს ემსახურება და თავად სიბნელეს ბადებს და თავისავე ტყუილებს იჯერებს და თავისავე ტყუილებს ახორს ყველას თავს. აქ ლაპარაკი არის, რომ შენ როგორც კი სინათლეს შეიტან, თუ ყურადღება იქა გაქვს, რომელსაც ნათელი ხედვა აქვს, გონებას ხედვა არ აქვს. თუ იქ გააჩერებ, დაინახავ, გესმის? შენი ყურადღება რომ ეხლა ეს შემოაგორა რა, შემოატრია, რაღაცა შემოაგდო, რომ ახვას უყველა, ხო? და იქ ფიქრების რაღაცა ჯარი წამოვიდეს და რაღაცა ისტორიები შექმნას. და თუ სინათლე მოხდა, იგივე გონებას სხვა გზა არ აქვს. იმავე მომენტში მსახური ხდება და გააზრება იგივე გონებით ხდება. გესმის? წინააღმდეგ შემთხვევაში თუ სიბნელეს შექმნის ის, იმას შეუძლია 9 ნაწილადაც დაიყოს. და ერთმანეთს დაუპირისპირდეს, გესმის, იქ ქაოსი და ომი შექმნას. უამრავ იმას შემოიტანს, ფიქრების ჯარ შემოიყვანს, გესმის? ის მილიონ ნაწილადაც შეიძლება რომ დაიყოს. ამიტომ ყურადღება არის ყურადღება ფაქტი, ხა ბოლოში გეტყვით, რატომ უნდა დაჯდეს ტახტზე, რატო ხდება მონადირე ნამდვილი ხელმწიფე. კარგი, ესე ეტაპობრივად მივყვეთ, რომ კარგად ნათელი მოვფინოთ, ხო? რადგანაც ეს ვეზირები აწყოში ყველაფერი რჩება. გესმის, აწყოში ფიქრი არ ახდება და თუ ყურადღება აწყობაზე გაქვს დაფიქსირებული. აი აქ, მარტო ყურადღებით ხარ, რომ აცნობიერებ. მეტი არაფერი. მან ყველა წინადადება უნდა გაქრეს. აი ისიც კი რომ ვაცნობიერებ. უკვე ეგეც უნდა ჩაატარო. არავითარი წინადადებები, მაგას აზროვნება არ სჭირდება. მე ვარ, ვინც ვარ? იმას წინადადებები არ ლაპარაკი არ სჭირდება, მას თავისი თავის შეცნობა შეუძლია, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს შენი ყურადღებით სადახარ. თუ იქაა გაქვს ყურადღება ისა გაჩერებული, მაშინ ეს ნაწილი ცნობიერდება. თავისი შესაძლებლობით. როგორც კი ლოგიკა შეფასებას მისცემს სიტუაციისა, გონება ეხლა რას იწავს? უნდა დაგეგმოს, როგორ გამოიყვანოს აწყობიდან. გონებას კიდევ რა უნდა? გონებას აქვს ესეთი მოსაზრება, ყველაფერი უნდა დაიპყროს. გონება ის მინდა, ეს ჩემია, ეს მე ვარ, ხო? რატომ არის რომ ადამიანები ვიტანჯებით, სულ ყველანი გავდივართ ერთი და იგივე ჯოჯოხეთს დედამიწაზე? იცი რისი ჯოჯოხეთია ესა?
სულ გონია რომ სხვა ჩვენზე ჭკვიანია და ახლოს თუ მიხვალ და ერთხელ დააკვირდები სინამდვილეში გონებას გონია რომ სხვა მასზე ჭკვიანი გონებაა არადერთი და იგივე მექანიზმია მეტი არ არის და ჩვენ გონია მთელი ცხოვრება რომ ვიღაცა ჩვენზე უკეთესია აღმატებულია ეგ გონების თამაშია მისი მოსაზრებებია მისი წრიალია მისი ტანჯვა რომელიც აი ეგ განიცდება გესმის ამიტომ ხელმწიფეთ უნდა დაჯდეს რომ ბევრი ინფორმაცია შეაგროვოს რომ ვინმე გონებაზე ნაკლები არ იყოს რომელიც არის ძალიან მტკივნეული და იმდენად ვიჯერებთ მაგას ადამიანები რომ აი აქ გონება ელაპარაკება მეორეს როცა მას თავზე ფეხს ადგავს იმიტომ რომ აქ მე ვარ შენზე ჭკვიანი და ამას ვერ მოვჩით აი მონათფლობელობას ვერ მოვჩით რატო იმიტომ რომ შიგნით დემოკრატია არ გაგვაჩნია და რაც გინდა ლამაზი სახელები ვეძახოთ ჩვენს პოლიტიკურ სოციალურ არ ვიცი წყობას არც კი ვიცით რაში ვარ რაც გინდა ლამაზი ეძახო ვარდი ია და ოცნება ნუ არც ერთი არ გაამართლებს რატო იმიტომ რომ საზოგადოება ვისით შედგება ინდივიდი არც ერთი არ არის მასში დემოკრატია არის ბიჭო შენ გარეთ როგორ მიხვდები დემოკრატიაზე როგორ ისაუბრო ან მაგალითად საუბარში როგორ შეხვიდე ან ტყუილი როგორ არ დაიჯერო შიში არა გაქვს ეგ გაკეთებული გარეთ როგორ მიხვდები მაინც რაღაცაში დაგარწმუნებენ ხო რატო იმიტომ რომ შიგნით არიცი ეგრას ნიშნავს იერარქიულად გამართული და მთლიანი არა ხარ ისეთი ვიღაცა გიდგას ხელმწიფედ რომელიც უბრალო მსახურია და ხმას ზედმეტად არ უნდა იღებდეს და ის ხელმწიფად გიდგას ხო გონებას უნდა რომ ყველაფერი დაიპყროს კარგი ვთქვათ გამოყვა იმაზეც რომ სხვა გზა არა აქვს იქ ფილოსოფია შემოვიდა იქ ლიტერატურა შემოვიდა იქ რელიგია შემოვიდა იქ რაღაცა კითხვებს პასუხები დაეცა და აი ესეთი ფიქრები აღარ არის ხო და რაღაცნაირად ერთ ადგილას რაღაცები მოგწონს შერდებ ეხლა ის უნდა დაიპყროს რას ქვია აწყობა არ უნდა დაიპყროს თავისი არ უნდა იყოს ეს მზეთ უნახავი განა იცის გონებამ ლამაზი რა არის განა გამოყენება იცის მაგისი როგორ გამოიყენებს თვითონ აქეთ-იქით ფრენა უნდა აწყოში არ შეუულია გაჩერება ჯერჯერობით არ შეუულია სანამ ხელმწიფე გონია თავი მას აწყოში ყოფნა არ შეუულია ამიტომ იმზეთ უნახავს როგორ გამოიყენებს დაქვე მინდა რადგანაც მზეთ უნახავზე და ლამაზია ლაპარაკი ერთი პატარა ჩართვა გავაკეთო ჩვენი ლამაზი გოგოებისთვის რა მდედრობითისთვის შენ როცა სარკეში შენს თავს უყურებ ან არ ეკლს შენი სხეულისა შენს თავს არა შენი სხეულის ან არ ეკლს და ყველა გოგო ფიქრობს რომ არ ვარ ლამაზი მე ვარ მახინჯი უბრალოდ ესე ანუ მაგას შენი გონება ფიქრობს მე ვარ მახინჯი თან ისეთი ნუ რა ვქნა ეხლა რამდენიც გინდა ეს affirmation-ი ვიძახ affirmation რაღაცა მე ვარ ლამაზი და 10 ლამაზის შემდეგ აუ კაი თუ გინდა მომკალი არ მომწონს რა რასაც ხედავს არგეში და ეს ბოლომდის გვჯერა აბსოლუტური გაიგიავება მაგ მოსაზრებასთან გთხოვთ ერთხელ დაფიქრდით ერთხელ გონებას განა მარტო ერთი სიტყვაც კი არ ეკუთვნის და არასოდეს არ მოუფიქრებია თუნდაც ეგ სიტყვა ლამაზი არც მაგ სიტყვის მნიშვნელობა ესმის და არც კონცეფცია სილამაზის და ისეთი ნაწილი შენში რომელიც გარყმაში არ არის ეს რა არის ის როგორ გეტყვის ვახშე ლამაზო და მშვენიერო აი მაგას როგორ გეტყვის მითხარი მაშინ გარეთ რატო ვეუბნებით ერთმანეთს ლამაზო თამაშობს განამართლა გულისხმობს რომ თამაშობს ეს მისი როლია მან როლის გარდა არაფერი არ იცის რატო იმიტომ რომ ეს ის მსახურია რომელსაც ნამდვილი ღირებულებები არ ეკუთვნის არ იცის ნამდვილ ღირებულებებს უნდა ემსახუროს რომ სწორედ იმეტყველოს სწორედ იაზროვნოს სწორად წარმოსახვა მოახმაროს იმ ნამდვილი ღირებულებებიდან გესმის რაღაცას ვიზუალიზაცია გაუკეთოს მაგრამ დირიჟორი უნდა ჰყავდეს ამას გესმის როგორ აზროვნებს თუ ღირებულებებიდან არ ხდება გონების მოხმარება იმას ჭირის ფასიც კი არ აქვს არაფრად ვარგა მაგრამ როგორ უნდა რომ აწყობაც დაიპყროს ლამაზიც იცოდეს გესმის გეგონება რამეში მოიხმარს რა წარმოდგენა არ აქვს რა არის ლამაზი და გაბწყინებაც უნდა და გაცის კროვნებაც და
ხუთი ის რა ქვია მეხუთე განზომილებაც უნდა ისაუბროს და როგორ გავა პლანეტიდან და შავი ხვრელი რა არის და პორტალი როგორ გახსნას. ეგეც. ეგ ყველაფერი უნდა იცოდეს. გესმის? თავისი უნდა იყოს. როგორც კი რაღაცა ცნობიერება, როცა ყურადღება ღირებულებებზეა უკვე გაჩერებული, იმიტომ რომ ადამიანი როცა სიტყვას ამბობს ან საქმეს აკეთებს, ყურადღება თუ ღირებულებები რა არის? აი ამ მარადიული ეკრანის ბუნება, ხო? თუ შენი ყურადღება გაჩერებული გაქვს მაგ მარადიულ ნაწილზე, ხო? იმან უნდა თავისი ბუნებიდან, სიკეთიდან, სილამაზიდან, ერთგულებიდან რაღაცა უნდა თქვას და გააკეთოს. ანუ იმან იცის აცნობიერებს რა მიზნით აკეთებს, თამაში არ აინტერესებს. მხოლოდ ის რა მიზნით აკეთებს და ვთქვათ ვიღაცა გმირი გახდა. განი იმიტომ რომ გმირობა უნდა ის თავისი სწორი მიზნით მაღალი ღირებულებებიდან სადაც საჭიროა რომ გმირი იყოს, იმას არ უღალატებს და ერთგული დარჩა, ხო? და ამიტომ გმირი დაერქვა. გონება ესეთია, რა მაგარი ვარ. რა მაგარი ვარ, მაშინვე ამბობს. იქვე. არა, შენ არაფერი არ გაგიკეთებია. შენ რაც გითხრეს ის უნდა გაგიკეთებინა, მაგრამ ეგ შენი დამსახურება არ არის, იმიტომ რომ მაგისი შესაძლებლობები შენში არ არსებობს. შენ მონაწილე ხარ, თანამონაწილე და შესანიშნავი, მაგრამ ეგ შენ ღირებულებები არა გაქვს და უმაღლესი ხედვა. შენ რანაირად გააკეთე, ეგ შენი გადაწყვეტილება არ არის. უბრალოდ აზროვნება ლოგიკის სახით გამოვიყენეთ იმისთვის, რომ რა მიზნით ვაკეთებდით რაღაცას და სად ვრჩებოდით ერთგული. ეს რო გაგვიაზრებინა, იმიტომ რომ მატერიაში ვართ და მოაზროვნე არსებები ვართ. ეცი, მორჩა. მეტი არაფერი. მაგრამ გონება მაშინ მეტყვის, რომ აუ იქ რო ვიყავით დაინახე როგორ გავაჩუმეს ყველა. No. შენ არავინ არ გაგიჩუმებია. შენ არავიზე უკეთესი და ნაკლები არ ახარ, უბრალოდ ჯერ არ იცი. რადგანაც ამ ზეთუნახავის ხელში ჩაგდება და მოუნდა. ნახე როგორი ლოგიკურად, როგორი ის მოიფიქრეს რა, დავალება, რომ ნახე როგორ რაღაცას ავალებს. ის მთა, რომელიც ამომავალ მზეს აღმოსავლეთიდან ეფარება, ანუ უნდა აწმინდო. ანუ გონების ლოგიკური ის არის, რომ თუ ის რა ქვია, ესეთი მაგარი ხარ, დამანახე ნათელი ხედვა, ძმაო. აი ფაქტიურად ესეთი რაღაცა. აი ნათელი ხედვა როგორ იბადება. დასაზრულ გონებას ნათელი ხედვა ვერასოდეს ვერ იქნება, იმიტომ რომ ის არის დასაზრული. დასაზრული რას ნიშნავს? ხუთია, როგორც გინდა გაწიო და გამოწიო, ხო? ხუთს საიდან ეცოდინება ულიმიტო? როგორ შეიცნობ? ვერ შეიცნობ. თვითონ აბსურდია მაგისი გონებრივი, აი ესე ჩვენ ხო გვინდა აი ადამიანში რო გაჩნდება რაღაცეებს მოვისმენთ და ჩვენი გონებით ესე გგონია, იმიტომ რომ ესე ლაპარაკობს, რომ უმაღლესი ხედვა მეც მინდა, გესმის ის მზე როგორ ამოდის და რაღაცა მთავუშლის ხელს, ის უნდა აწმინდო. ანუ რო გაიგებ, რომ ჩუმე დაბრკოლებები გქონია, გესმის ჩვენ ფსიქიკაში და მოდი ის ავწმინდოთ, რომ ესე დაირაზმება გონება, რომ მე უნდა მივაღწიო გაბრწყინებას და უმაღლეს ცნობიერებას. No, გონება მაგას ვერ მიაღწევს, რა სისულელეა. ეგ არასწორი, მე ამას იმათ გასაგონად ლაპარაკობ, ვინც დაირაზმება და ესე რომ უნდა ხოლმე რომ გააკეთოს, იმიტომ რომ მაგას რო იტყვის თქვენი გონება, მოусმინე კარგად სისულელეებს რო ლაპარაკობს. ნუ ირაზმები რომ ეხლა შენმა გონებამ უმაღლეს ცნობიერებას მიაღწიოს, იმიტომ რომ ეგ შეუძლებელი რაღაცა გინდა. დასაზღვრული ყოველთვის დარჩება დასაზღვრული, რომელიც უნდა იმას არაჩვეულებრივი მექანიზმია, თავისი დანიშნულება აქვს და უნდა იმსახუროს როგორც საჭიროა. და არა რაღაცა დაიპყროს და მიაღწიოს. ვერაფერს ვერ მიაღწევს. ის არის უკვე ჩამონტაჟებული, შექმნილი, დიზაინირებული, სრულყოფილი, არაჩვეულებრივი მექანიზმი, რომელსაც არ შეუძლია, რომ სხვა რაღაცა განზომილებაში გადავიდეს. არ შეუძლია. ის არის ესე. ხელსაწყოა რა, მეტი არაფერი არ არის. ამიტომ თავისი აღმატებული ვერ გახდება ვერასდროს. ისევე როგორც ვეფხვი ვერასოდეს ვერ იქცევა ადამიანად იგივე ცხოვრებაში. ეგ შეუძლებელია. იმას თავისი ზედახაზი აქვს. მორჩა. ზუსტად ესეთი მექანიზმია გონებაც ჩვენში. ამიტომ ეხლა ამ ზეთუნახავთან ხე აწყობაში, როცა გაჩერე ყურადღება იქ არის, იქ ზედმეტი ფიქრი არ ხდება, გესმის?
დაწყოობაში ყოველთვის ჩდება ხო ხა დედმამა ვინ არის აწყოობის და აი ჭეშმარიტების ჩვენში არსებული უმაღლესი ცენტრებია სიბრძნის და სიყვარულის, გესმის? სიბრძნის და სიყვარულის, მაგრამ იმ აწყობასაც აი ამ მომენტის ზეციური მშობლები, რავი, აგე მამა და დედა არიან, სამყაროსეული გონება თავისი მდედრობითი ბუნებით და მამა თავისი კანონებით, რომელიც უმცდარია. უმცდარია ისეთი კანონები აქვს შექმნილი. შენ თუ კანონებით არ თამაშობ სამყაროში და გონება იმიტომ არის დასაზღვრული ამ კანონების ფარგლებში უნდა აზროვნებდეს და იმას უნდა ითვალისწინებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გონება უკვე გადადის საზღვრებს, წითელ ხაზებს არღვევს და იქ ომს დაიწყებს და დაპყრობას დაიწყებს აუცილებლად. მთა არის წინააღმდეგობა, ჩვენში არსებული წინააღმდეგობა და ნახე იცი რა არის ეჩო და სატეხი, აი როგორი ხელსაწყოებია, იცი? რკინის ხელსაწყოებია, სატეხი არის რაღაცის გატეხვა შეგიძლია რკინისაა და ეჩო არის ხის ხელსაწყო, აი როგორც თოხი ესეთი ძველი ის არის ინსტრუმენტი ქართული ეჩო, რომლითაც ხის გათლა შეგიძლია. ანუ დამტვრევაზე და გათლაზეა გესმის ლაპარაკი. ანუ შრომაში ეგ გჭირდება, რაღაცა უნდა დაამტვრევო, რასაც დაამტვრევ, მერე უნდა ფორმა მისცე, ხო, რაღაცას ზედაპირზე რომ დაამტვრევ. ეჩო და სატეხი დურგლის ხელსაწყოები, ანუ ოსტატს ეკუთვნის, გაიგე? ოსტატის ხელსაწყოებია და ამითი ადამიანი, ოსტატი ვინ არის ჩვენში? უმაღლესი ცნობიერება ოსტატია, ხო, ოსტატობა მას ეკუთვნის. ამითი მიანიშნებს, რომ მას თავისი ხელსაწყოები აქვს, თუმცა თის აწმენდა გატეხვით არ ახდება. არც გამოჩორკნით და გათლით. No, უმოქმედობით. უმოქმედობით. აწყობაში ყურადღება როცა გაჩერებულია და ნათელი ხედვაა შენარჩუნებული. იქ იცი რომ როცა პრობლემა მოდის, იქ უნდა გზიდან ჩამოეცალო, გესმის? გზიდან იმიტომ დაიძინა. ანუ ეს ბოლომდის მიანიშნებს იმაზე, აი რო გითხარით, რომ აი ეს ზღაპარი ჩვენ გვასწავლის აბსოლუტური სრულყოფილი რუკა იმისა, ადამიანი საკუთარ თავში როგორ უნდა დაიბადოს სულიერად ჭეშმარიტებაში. პირველი რასაც შეეხები, როცა ესეთი თემები გესმის და იქ გონება უნდა მართო და რაღაცები ტრალივალები როა, ხო? პირველი რაც არის, აი ამ გზაზე, შენ პირველი უნდა შეამჩნიო, რომ წინააღმდეგობით სავსე ხარ. როგორც კიდე ლოგიკური იყოს რაღაცა და 100%-იანი სიმართლე იყოს ლოგიკაში. შენ თუ შენი ძალებით აღემატები გლობალურ მოვლენას, იქ რამდენიც გინდა შეეწინააღმდეგე, რა სისულელია მაგისი ისა ფიქრი რომ რაღაცა შეცვლი. პირიქით ეს ფრთებს გაშლის რომ ომი გააჩაღოს და ყველას უმტკიცებს რა ძლიერია, რა მაგარია, თვითონ რა ერთგულია, რა გმირია და თქვენ კიდე სახში ვინც ყრიხართ რა იდიოტები ხართ, ხო? ეხლა ნახე, აი აქ მინდა რომ ერთი რაღაცა კარგად აღნიშნო. როცა ადამიანი თავისი ნორმალური ფსიქიკი და ნორმალური ფსიქიკა მაშინ აქვს, როცა იმას ფლობ. შენი ხედვით იმ ნაწილიდან, რომელმაც იცის მასში რა ხდება, რომელსაც ღირებულებები აქვს, ხედვა აქვს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. აი ამ ნაწილისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, შერას დაგარქმევენ გმის, პატრიოტს, სამშობლოს მოყვარულს, მოღალატეს. შენ იმას აკეთებ, იმიტომ კი არა რომ სხვაზე აღმატებული იყო. შენ იმას აკეთებ, იმიტომ რომ დავი შენ საკეთებელი ეს არის. შენ მარტო პასუხისმგებლობა იმაში გაქვს, რის პასუხისმგებლობასაც აიღებ. აი აბსოლუტური დაუკრეფავში გადასვლა, ეგ უკვე ეგოს თამაშია და ეგ უკვე გონების თამაშია, როცა ვიღაცას ვთხოვ, რომ ეხა მოდი აქ ჩემს გვერდზე დადექი. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. და ის მეორე მხარეს ისინი, შეიდიოტო მანდრატოდ გეხარ ეხა ჩემს მხარეზე გადმოდი. ეგ უკვე აცდენაა გესმის? ამიტომ რომ ვიცოდეთ სწორედ როდის ვიქცევით, მხოლოდ და მხოლოდ შენი ყურადღება იქ უნდა გააჩერო. მე რა ავირჩიე, რატო რა მიზნით, რატო ვთვლი საჭიროთ ამის კეთებას? იმისი ერთგული უნდა დარჩე და შენი საქმე უნდა გააკეთო. სხვა დაგემსგავსება, შეგეწინააღმდეგება დაგამცირებს, ტყუილს მოგიგონებს თუ რა არის, ეს მეორე ადამიანის ის არის რა ქვია, შეცდომა თუ რაც არის, მისი საქმეა, შენი არა. შენ როგორც კი თან სხვის ბიზნესში გაქვს ცხვირი გადაყოფილი, მაშინ ორადა ხარ გაყოფილი. შენ უკვე აცდი მიზანს, გაიგე, რა მიზნით აკეთებ რაღაცას.
ამიტომ ორივე მხარის გასაგონად ვლაპარაკობ, გესმის? რომელსაც ორივე მხარეს მიყვარს და მყავს მეგობრები და ყოველთვის მიყოლებიან. იცი, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რა პოზიციას ვიჭერთ, სადა ვართ, ამ მომენტში როგორი ხედვა მაქვს, როგორ შეფასებას ვაძლევ და სადაც ვდგევარ სხვაგვარად. აძალმით, იმიტომ რომ არ ვთამაშობ და არც არავის დავავალებ, არც ჩემს ხარეზე გადმოსვლას, არც ჩემი ლაპარაკის მოსმენას, არც რაღაცის მტკიცებას არ დავიწყებ, მე თუ მჯერა რომ აი აქ მართალი და აი ეს საქმე გასაკეთებელია. აი მაგის დრო არც მექნება რომ სხვა ვიღაცებს ვუყურო და ის რა ქვია ვეჯიბრო და ველაპარაკო. მე აი ამ საქმეში დრო მჭირდება, სივრცე მჭირდება, დაკვირვება და ყოველ მეტრში უნდა დავინახო კიდე სწორედ რას ვაფასებ, რომ შემდეგი ნაბიჯიც სწორედ გადა. მაგის დრო ვისა აქ რომ სხვა აკრიტიკო გესმის და ვიღაცებს უთხრა შენ თუ ამას არაკეთებ, მაშინ ესეთი ხარ. ყველგ შენი მოსაზრება, თანაც შენი კი არა, შენმა გონებამ რაღაცა წინადადება მოიფიქრა და აი ჩვენ უნდა ვიცეყოთ ახლა მაგ შენს დაკროლზე, ხო, შენი გონებით. ესე არ შეიძლება. უკვე უნდა გავიღვიძოთ ხალხო, აშენდა ქვეყანა, აღარ შეიძლება ერთი და იგივე ტრიალებს, ხო? ცხენითივლი თუ BMW-თი რა მნიშვნელობა აქვს, ხო? ერთი კაბა გექნება თუ 100 კაბა კარადაში რა მნიშვნელობა აქვს თუ იგივე ცნობიერებით ვიქნები და ხელმწიფე იგივე გონება იქნება ჩემში, რომელსაც ექნება აბსოლუტური ერთპარტიული მართლობა და დიქტატი. არ შეიძლება. არ ამართლებს. ამიტომ რომ ვიცით, ძალიან კარგად ვიცით გაუცნობიერებლად, რატო არ ამართლებს ერთპარტიული მართლობა ქვეყანაში. იმიტომ რომ შიგნით აგვაქვს ნაწუნევი, შეიძლება გაცნობიერებული არ გქონდეს, მაგრამ უი როგორ არ მუშაობს, როცა მარტო კარგი გოგო ხარ. და ეს გონებამ შექმნა ეხლა ერთი როლი და ერთი ისტორია. მარტო კარგი გოგო ხარ. აუცილებლად რობოტად და კრეტინად იქცევი. ან მარტო ცუდი ხარ, იმიტომ რომ ვიღაცეებმა გაწყენინეს და ეგოისტი ხარ. მაშინაც დეგენერატად იქცევი და ძალიან არასწორად იცხოვ. ერთპარტიული მართლობა არის გულურობა. ამას სხვა სიტყვა არ აქვია. და მოდი სანამ სხვებს რაღაცას დაუმტკიცებ, თანაც როგორ გინდა რომ დაუმტკიცო. იცით რა არის, აი, რო ვცდილობ, მოიცა, ეხლა გიხსნი წყნარად, ესეთი, ესე ველაპარაკებით ერთმა. გიხსნი წყნარად, ხო? აი, ნახე, თან სხვისი რო არ მოგვეწონა და მოიცა, ეხლა შენ ცოტა დააბნიეს და მე ფაქტებით ველაპარაკებ და დაუმტკიცებ მეორე სანაპიროზე მყოფ ადამიანს ფაქტებით, რომ მე ვარ მართალი. იქ როდის მე მშვიდობა მოხდება, ან ეგ ხო დიალოგიც არ არის, იმიტომ რომ თვითონ მიზანი რომ შენ ვიღაცას რაღაცა უნდა დაუმტკიცო და შენ მხარეზე გადმოვიდეს და შენი სიმართლე აღიაროს. ეგ ისეთივე გონების თამაშია, როგორი გონების თამაშიც ვინც წინ გიდგა ის არის, გესმის? ეგ სისულელია. სიტყვებით ფაქტები არ არსებობს, როგორც გინდა, აი არ ვიცი რა, ეხლა ვიღაცამ სხვანაირად შეაფასა, იმას კიდე ესე ჰქონია ის ფაქტი, კაცო. ამიტომ რითი შეგვიძლია რომ რაღაცა დავამტკიცოთ ხოლმე. სუმცირე საკუთარ თავში რომ ერთგულად დავჩეთ იმ ღირებულებების, რომელშიც გავეღვიძეთ და რომელიც ისეთი მზეთ უნახავია, რომ მაგას კაცი როგორ უღალატებს. საქმით. არავისთან პასუხს არ ვაგებ. ვერავინ ვერ დამიპყრობს. არავის საკუთრება არა ვარ და თქვენი მოტანილები უკან წაიღეთ კიდე სუყველამ რა. მე ჩემ საქმეს ვაკეთებ. აბსოლუტურად არანაირი მიზანი არ მაქვს რომ ვიღაცა მან მაღიაროს ან ტაში დამიკრას, არც თქვენ კრიტიკას განვიხილავ, კაროჩე, როგორც უბედურებად და არც თქვენ ტაშს არ განვიხილავ, რომ რა მაგარი გოგო ვარ, აი ეს ჩემაგონება ვარ, რა მაგარი ვარ, როგორ მივახციე, რისი მიღწევაც მინდოდა. მაშინ მაშინ უფლებაც კი არა მაქვს რომ სიტყვა ვთქვა, ხო? შენ ერთზე თუ დამოკიდებული ხარ, ავტომატურად მეორეზეც იქნები დამოკიდებული. მასე როგორ შეიძლება? მაშინ რა რჩება? პასუხისმგებლობა შენი ღირებულებებიდან. რა მიზნით, რა სიტყვას ვამბობ, რა მიზნით, რა ნაბიჯს ვამბობ, რატო ვაკეთებ, რა დროს ვაკეთებ და ამას იმხელა პასუხისმგებლობა, დამკვირვებლობა, ყურადღების გაჩერება და მსახურება სჭირდება, იმიტომ რომ იქ ლოგიკაც უნდა შემოიტანო და აკადემიური ცოდნაც გჭირდება, ხო? ყველაფერი გჭირდება, ემოციური რესურსი, დრო, სივრცე, სურვილი, ყველაფერი გჭირდება. შენ მაგის დრო სადა გაქვს ახლა თან ესე ითამაშო რომ აი იმათმა როგორ დაგიფასებენ, გაღიარებენ თუ არ გაღიარებენ. ეგ ყველაფერი არის სისულელე. გესმის? ეგ ყველაფერი არის ძალიან მტკივნეული.
იმიტომ რომ შენ რა მიზნითაც აკეთებ, თუ გინდა რომ აი როგორ გინდა იცი რომ აი ეს რომ ესე კარგად დააფასონ. იქ რომ ის არ მოხდება და არ მოხდება. იმიტომ რომ როცა რაღაცაზე ჩამოკიდებული ხარ, არ გჯერა და ისევ უგუნური ხარ და მაგის გარდა სხვა ვერაფერს ვერ გამოიწვევ მეორე ადამიანში და ეგ არ მოხდება რაც შესგონებას უნდა. იქ ჩამოიშლები, როგორც გინდა ლამაზად ლაპარაკობდე. ძალიან დაიშლები ნაწილებად. ამიტომ რომ გადახედავ ცხოვრებაში, აი პირველ ნაბიჯებს რო დგავრო, ვაუ, ნახო, აი აქ ხელს რა მიშლის იმისთვის, რომ ამომავალი ბზე ჩემშიც იყოს, კაცო. აგერ იმ ქალს რაღაცა ვუყურებდე, რაღაცასნაირი, სხვანაირია ეს კაციც და მე მგონი ისინი ბედნიერები არიან, ხო? ინტერესი მაინც გაგიჩნდება. მე პირველი რასაც დაინახავ, ეს არის ის, რომ წინააღმდეგობით სავსე. შიში და ნერვიულობა არის ის, რაც წინააღმდეგობა ქმნის, ხო? ჩვენში. შიში და ნერვიულობა. და უნდა იცოდე, რომ ნერვიულობით შენ სცენარებს წინასწარ ვერ გაითვალ. არა, ხალხი მეუბნება, რომ იცით რა ის, აი რატო ნერვიულობ, იცით? მე ვეკითხები, რატო ნერვიულობ? აბა რა საჭიროებას გიკმაყოფილებს და პას. მაგაზე არ დავფიქრებულ ვარ, მოიცა. აი რაღაცნაირად მგონია, რომ მე მომზადებული ვიქნები ის რომ მოხდეს. ჯერ ერთი, ნახე, მოდი აბა ერთი აიღე რვეული და ჩამოწერე, რასაც ფიქრობ, რომ მოხდა თუ არა კვირის ბოლოს და უცებ აღმოაჩინე, რომ 100%-ით არც ერთი არ მომხდა რა. და რომც მოხდეს, რეალობაში ის განცდა იმ ხელა ტერორია, იმდენად საშიშია, რომ შენი ნერვიულობით კიდევ უფრო მეტი, აი პატარა საშიშზეც კი ტერორი გეწყება, გაიგე? შენ იმისთვის კი არ ემზადები, რომ იქ ნათელი ხედვა შეინარჩუნა და სწორი გადაწყვეტილება მიიღო და წინ დადგე პრობლემასთან. ნო, იცი ის პრაქტიკას გადიხარ ნერვიულობით? ტერორი როგორ დაგემართოს ადვილად. აბა რასაც გძნობ, იმის პრაქტიკაში ხარ, ესი არ არის? რასაც გძნობ, შენ რო ნერვიულობს, აი მე რო იმას მივაღწევ, მე გამიხარდება. ბიჭო, მაგისი განცდა ემოცია ჯერ შენში არ დაბადებული არ გიგძნია საყვარელო. რანაირად გაგიხარდება იქ რომ მიხვალ გონება გეტყვის ეხლა აქ დიდხანს არ დაჩე ვიღაცები გადაგასწრებენ ადექი ეხლა კიდე უნდა გაიარო წინ ის არ შეგარგებს მაგას არანაირად ამიტომ შევთანხმდეთ წინააღმდეგობა არის ის რაც ბარიერის ქმნის მთავარ ბარიერს ჩვენსა და ჭეშმარიტებასა და სიცოცხლეს შორის და მაგიტომ ვერ შეგვირგია, მაგიტომ ვერ გაგვითავისებია, მაგიტომ ვერ დაგვიმგემოვნებია სიცოცხლე გესმის? იმიტომ რომ სულ გვეშინია და სულ ნერვიულობთ და სულ წინააღმდეგობა გვიჩნდება ყველაფერთან დაკავშირებით. და ასე უნდა აწყობა როგორი ტიპია? We'll see. დავინახავ. მოდი შევხედოთ. გესმის? მოდი შევხედოთ. დაძინება მაგას ნიშნავს, რომ ის, რასაც მიჩვეული იყო გონებასთან, იმ ნერვიულობას და შიშებში და იმაში, რაღაცა კანკალში, ეგ აღარ გააკეთა გესმის? ისე წყნარად შვიდად, ვინ იძინებს კარგად? ვინც მშვიდია? წყნარად შვიდად დაიძინა, გესმის? და გონების მოსაჩვენებლად ჯერ გონებამ არ იცის, რომ ამან ზეციური მშობლებიდან რომ იცი რა არის, აი როცა ყურადღებას მინდა რომ აი მაქსიმალურად რომ მინიშნება და დასტური რომ გქონდეთ ხოლმე ამ პროცესში საკუთარ თავში ისე მოვფინო ნათელი თუ შესაძლებელია სიტყვებით აი როცა შეგნით შეტრიალდები რაღაცებს აკვირდები ხო რატო იმიტომ რომ ყურადღება შეგნით არის ირმაზე კი არ ფიქრობს ან რა ვიცი რაღაც ივანიშვილზე შეგნით რო გაყურადღება ხო და აი დაინახავ სადაგ წინააღმდეგობა და ესე მოეშვები რომ წინააღმდეგობას ბადებს. წინააღმდეგობა რა არის? ნერვიულობა რა არის? შენ გჯერა სიღარიბის, შენ გჯერა ავადმყოფობის, შენ გჯერა ლიმიტირებული სიტუაციის, შენ გჯერა სიბნელის, შენ გჯერა წაგების, შენ გჯერა დაზარალებული მდგომარეობის. ეს არის ნერვი, აბა რაზე ნერვიულობთ, ხო? და ესეთი ვარ, რომ რატომ ისიც გჯერა იმას ხო ზრდით და იმას ვაქცევთ რეალობად. რისიც გჯერა, ის იქცევა რეალობად. აბა რა ამისი გჯერა ეს არის რეალობა. იმიტომ რომ ადამიანის გონებას ეგ შეუძლია. მაგრამ თუ არ დაიჯერებ, არც იმედი გაქვს და არც უიმედობაში ხარ. უბრალოდ ცოტა ხანი გაჩერდები, გესმის? უბრალოდ უყურებ. ხო უნდა შეხედო, იმიტომ რომ ვერ უძლებს გონება აწმყობას და ის ხო თამაშს აგრძელებს და ყველაფერი ჩნდება თავისი თქმედებაში. გესმის? ამიტომ შენ უნდა იცოდე, რომ
როცა დაიწყებ დამკვირვებლობას, ფაქტიურად შენში ოსტატი ჩდება, იმიტომ რომ ზეციური მამისა და დედის, ზეციური დედის შექმნილი ხარ და შენ ოსტატი ხარ ამ სამყაროს. შენ შეგიძლია ყველაფერში იმათი მსგავსი ხარ, კაცო. იმათი მსგავსი ხარ, შემოქმედი. თუ ამ გონებას ისე ამუშავებ, როგორც შენ გინდა, ხო? ოსტატი ხარ, მაგრამ გონებამ ჯერ არ იცის, ამიტომ ესე აჩვენებს რაღაცა სატეხი და ეჩუაკ ხელში და იმან რა იცის კონცეფციაც კი არა აქვს ოსტატი რას ნიშნავს, იმენ კაც კი არა რაღაცა მექანიზმს ფირფიტას გონია რომ ხელმწიფეა და ამას განაგებს ამ არსებას, გესმის? მაგრამ სამაგიეროდ იქ რაღაცა ისეთი სინათლე გაჩნდა, რომ დაიბნა თორემ ხო წართმევდა იმასაც დაიპყრობდა. რაღაცა ისეთები ჩნდება, ისეთები ხდება, რომ ვერ იგებს მთლად, გესმის? თავის ლოგიკასაც ვერ უძებნის, რომ აი ესე მოათათარაოს ყველაფერი დაიპყროს და თქვას მოჩა. всё, დამთავრდა მონადირის თამაში. ვერაფერს ვერ აკეთებს. ამიტომ თავიდან თქვენი გონება უნდა ათამაშო, უნდა მოატყუილო. არ არის საჭირო ყველაფრის ლოგიკაში გადატანა. განსაკუთრებით, როცა პირველად იბადები როგორც მოსწავლე, ხო? მაქსიმალურად შეეცადე, რომ ისევე როგორც აი გარეთ არ უნდა შეხვიდე დებატებში ისეთ ადამიანთან, რომელსაც ძალიან დასაზღვრული თავი ადგას მხრებზე და საკუთარი არაფერი არ გააჩნია, არც კი იცის რომ არ გააჩნია. ასეთ ადამიანთან დებატში როგორ შედიხარ, როგორ შეიძლება ძაღს და ღორს არ უნდა დაუყარო მარგალიტი და შევთანხმდეთ რა მაგაზე და კიდევ კარგი ჩემი ნათქვამი სიტყვები არ არის რა. ქრისტეს სიყვარულიც ვიცით, მაგრამ იქვე ისიც გითხრა, ეხლა მთლად ძაღს და ღორს, ეხლა სიყვარულს ნუ დაუგდებთ, თორე დედას გიტირებს და ეგეც არის სიმართლე, ხო? შეუნა იცოდე ვისთან შეიძლება საუბარი და ვისთან არა. ამიტომ სანამ გარეთ მაგას განსაზღვრით ურთიერთობებში როგორ ვიყო და სწორედ როგორ მოვიქცე, ჯერა ეგ ჩემს თავთან ხო უნდა რაღაცებს დავაკვირდე. ამიტომ როცა მოსწავლის პოზიციაში ხარ, ნუ დაიწყებ დიდ ფილოსოფოსობას. მაქსიმალურად ჯერ შეეცადე, რომ შენი ყურადღება სადაც ეხლა იქ რო პატარა რაღაცას შეიტა, ვა, ნათელი ხედვა და გონებას მოუნდება, რომ ფილოსოფიას ნათელ ხედვაზე ფლობდებს. გესმის და გაიმეოროს სწრაფად, ის თავისი იყოს ის მზეთ უნახავი და არ მისცე ეგა. რაღაცა ისეთი და თუ დარჩები ისევ აწყობაში, დაჯექი ჩემო ულამაზესო. ნახე, ის იძინებს, არც ნერვიულობს, არც ეშინია და არც ლაპარაკობს. გესმის? არაფერს, აი თავარი ეგ არის, რომ უმოქმედობაში რჩება, მაგრამ ეს არ არის სიზარმაცის უმოქმედობა. ეს არის როცა გაცნობიერებულად ყურადღება შენ ცნობიერების ეკრანზე გაქვს გაჩერებული. უბრალოდ იქიდან იყურები, ვა, აჰა, ხედავ. მეტი არაფერი. არაფერთან არ შედიხარ ისტორიულ იმაში, რა ქვია, არ ვიცი, მენტალურ ისტორიას არ აქმნი არაფერზე. უბრალოდ რჩები აწყოში. მაგისი პრაქტიკა არის გარდაუვალი იმისთვის, რომ როგორმე ადამიანი შემდეგ საფეხურზე გადავიდეს. და შემდეგი საფეხური ესეთია. ახლა მეორე ვეზირმა ურჩია და უბრძანეს, ზღვის გაღმა ქალაქი რომ არის, ის ხვალ დილამდის გადმოღმა გადმოიტანეო. ხელმწიფემ დაიბარა მონადირე და დაავალა. ვეზირმა ურჩია. მონადირე დაღონდა და ისევ ცოლთ, აქ იცით რა იყო? მზეთუნახავი რას ურჩევს, იცი, აწყობაში ყოფნა, ხა მედიტაციური მდგომარეობა ხო გესმით, ხა სხვა არაფერი არ არის. შენი ქარ ისტორია გაქვს, არც სახელები გაქვს, არც დაგეგმარება, არც ობიექტის სამყარო. აწყოში ყოფნა, როცა ყურადღება აქ და იქ ხლახ გაქვს, ეს არის მედიტაციური მდგომარეობა. მაგრამ ქალი რა შვება, იცი, ამავე შემთხვევაში ვაშს აძლევს და ამას გაყევიო, გესმის, რომ გაუგოროს, რომ ისეთ ადგილას მივიდეს, სადაც მის მშობლებს შეხვდება, იმიტომ გითხევ ზეციურ მშობლებში იღვიძებს. ხლა ყურე, ვაშლი რას ნიშნავს, იცი? გარკვეულ მეთოდს მედიტაციისას. ორგანულია და იმიტომ. ორგანულია, ცოცხალია. ანუ ყურადღება რომ მაქსიმალურად აქ და ეხლა გავაჩეროთ და არც ერთ ფიქს არ ავედევნოთ, შენ მეთოდი გჭირდება მედიტაციის. და პირველ შემთხვევაში, იმიტომ არის რომ უნდა რაღაცა გქონდეს ელემენტარული მეთოდი, რომ ივარჯიშო ხოლმე, რომ რაც გინდა ინგრეოდეს ქვეყანა გარეთ, ცოტა ხანი გაჩუმდი.
ეხლა თუ არ შეგიძლია იმისი მოვლა, მაინც ვერ მოული, ეხლა ეგ რამდენიც გინდა ინერვიულო და რამდენიც გინდა ტვინი აწვალო და ვიღაცებთან დებატებში შეხვიდე, რატო არის ერთი მხარე ისა რა ქვია, უფრო ჭკვიანი. თუ ვიცით რომელი მხარეა ჭკვიანი, ჩვენ პოზიციას იქ დავაფიქსირებ და იქ დავდგები თუ გინდა მოკლან კაცო. მაგიების მტკიცება არის სისულელე. ამიტომ მეორე შემთხვევაშიც ისევ აწყოში აინახე ამ მედიტაციურობის ეს ისევ აძლევს ვარს და ეუბნება რომ გაყევი ამ მარს სადაც გაჩერდება იქ მოითხოვე საყვირი მინდორში როცა გამოხვალ იყვირე და რაც ქვეყანაზე ნადირია ყველა მოგროვდება და უთხარი შენი გაჭირვებაო მონადირე ასე მოიქცევა, საყვირზე ნადირები მოცვიუდებიან და ეუნებიან, რა გაგჭირვებია ბატონავო. მონადირემ უთხრა, ნადირებს ასე და ასეა ჩემი საქმე და ქალაქი წყლის გაღმა რომ არის, ხვალ დილამდის გამოღმა უნდა გააშენოთო. ნადირებმა მოისმინეს, მონადირემ თავისი სიტყვა დატოვა და წავიდნენ. მონადირე დაბრუნდა. შინ ისე ვიძინებს. მეორე დღეს გაიხედა და დაინახა წყლის გამოღმა გაშენებული ისეთი მშვენიერი ქალაქი, რომ უკეთეს კაცის თვალი ვერ ნახავდა. ხელმწიფეს ეწყინა ეს, მაგრამ რას იზავდა? ბოლოს ერთმა ვეზირმა უბრძანა, რომ არ ვიცია მოატანინეო. მოდი გავჩერდები და ამას ახსნი. ანუ ჩვენ პირველ ეტაპზე ჩვენში რაც წინააღმდეგობას იწვევდა, რაც გვანერვიულებდა ან გვაშინებდა. პირველ ეტაპზე იმეებს უნდა გადავხედოთ თუ არა და მთას ვერ აწმინდავ. მაგრამ პირველ ეტაპზე როცა ხარ, შენ ხარ მხოლოდ და მხოლოდ დამკვირვებელი მოსწავლე, ისიც კი არიცი, ეს ხვალე იმუშავებს თუ არ იმუშავებს. ამიტომ გთხოვთ მაგ ეტაპზე, ნუ გახდებით ქოუჩები და ნურავის ნურაფერს ნუ ასწავლით. წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან ჩამოგერღვევათ ფსიქიკა, იმიტომ რომ მზად არ ხარ მაგისტ იმ საქმისთვის, რომელშიც ჯერ დაღვინებული და გამომცხვარი არ ხარ. არ შეიძლება. ეგ კიდე სხვა საკითხია, შენ როგორ დაზარალდები და მეორე საკითხია სხვას არასწორად როგორ ასწავლი რაღაცებს. აი ეს დიდი პროცესია, ამას წლები სჭირდება. კი ბატონო მე სწრაფად ვლაპარაკობ ზღაპარში ესე ყვებით, მაგრამ აქ მე ლაპარაკი მაქვს, რომელი საფეხურები უნდა გაიარო იმისთვის, რომ შენში მოხდეს აბსოლუტური ფლობა. და საკუთარი თავის შეცნობა. საკუთარი თავის შეცნობა და გათავისუფლება. ეგ რას ნიშნავს? შენ უნდა იცოდე ის განზომილება, რომელსაც ფსიქიკა ჰქვია. ეხლა სხეულს რა შეცნობა უნდა? თითი რო თითია, შუა თითია. ეგ არასოდეს არ გადაიქცევა ნეკად, ხო? ცხვირი კიდე ცხვირია. ჩვენ გვჭირდება რაც სხეულს, ხილოს და უხილავს სულს აკავშირებს ერთმანეთთან. ხიდი, რომელიც არის უზარმაზარი განზომილება ფსიქიკისა, აქ გარკვეული უნდა იყოს, როგორ გადახვალ იმ ხიდზე. ყოველ წამს რაღაცა გელოდება, რომელიც გადაგახვევინებს და ლაბირინთში შეგიყვანს. ესია. მეორე საფეხურზე, როცა რაღაცით გავერკვევით, რომ მაქსიმალურად დავაპრაქტიკოთ, აი, ნუ გვეჩქარება ოსტატობა, კი მოგცეს ზევიდან უკვე, გაგახსენეს ის სატეხი და ეჩვე რომ მოგცეს, რომ იცი რა არის, აი, ყველაფრის გამოთვლა შეგიძლია და ნებისმიერი რაღაცის გატეხვაც შეგიძლია, რაც ხელს გიშლის, მაგრამ ძალადობით არა. ძალადობით არა. ამებს გამოიყენებ, რომ გადაასწორო მერე, თუ მოეშვები და აწყოში იქნები. რატო? იმიტომ რომ აწყოში მარადიულობაა და მარადიულობა ღმერთის განზომილება. შენ როცა მამასთან ხარ, მაგაზე ძლიერი არასდროს არ ხარ. ზუსტად მასე მსგავსები შენი ბუნებით, იქ გახდები შემოქმედი და იქ დაიხვეწები შენს ღირებულებებში. იმიტომ რომ მამას ვერ შეიცნობ, თუ შენი ღირებულებები არ გაიღვიძე, რატო? იმიტომ რომ მარტო მაგითი შეგიძლია რომ მამა იცოდე, სხვა რითი ხელს სწავლებ თუ რა? აი სხვა რითი, ფიქრით, ერთი იდეით, სხვა რითი. როცა იცი სიყვარული, როცა იცი სიკეთე, როცა ამ მომენტში სიტუაციაში ხედავ სად არის სამართლიანობა დატოვებული. შენ მამა იცი, იმიტომ რომ მაგ ღირებულება მამასთან გაკავშირებს, იმისი ბუნება აქვს, იმისი სურნელი, იმისი სუნი აქვს. გესმე? და მასე იცი. როდესაც მეორეჯერ აგზავნა, ხლა უყურე, მედიტაციურობის რაღაცა მეთოდს პოულობს, ყველამ უნდა იპოვოს თავისი მეთოდი. ზოგისთვის არაჩვეულებრივია ტრანსცენდენტული მედიტაცია, ბრწყინვალე და ზოგისთვის კიდე სხვა რამე იქნება. ზოგისთვის იქნება ჭრელო-პეპელა სიმღერა. იმღეროს გაცნობიერებულად. მანტრა რაღაცა, გესმის? ან იატაკის გაწმენდა ჩემ შემთხვევაში. ან
არ ვიცი, რაღაცა ჩენთინგი, ან უბრალოდ გაჩერდე და შენ სუნთქვას მოусმინე და აი ესე ვარჯიში გააკეთე, შესუნთქვაზე და ამოსუნთქვაზე შენი ყურადღება ატარო, შენი ნებელობით. ყურადღება ატარო, იმიტომ რომ ნებელობას უნდა ემორჩილებოდეს ყურადღება. შენს ხელზე ყურადღების გამო კაიჩის რო ეძახიან. აბსოლუტურად. ნებისმიერი მეთოდი უნდა აირჩიო იმისთვის, რომ აწმყოში მოხვდე, მედიტაციურობა ეგ არის, გესმის? აქ და ეხლა ხარ. შენი გონება ყოველთვის დაფრინავს მოსაზრებებში, რაღაცა გეგმებში, რაღაცა ოცნებებში, რაღაცა შიშებში, რაღაცა სტრატეგიებში, მაგრამ შენ უნდა იყო აქ, იმიტომ რომ მაღალი იდეები, სწორი შეფასება, სწორი სიტყვა, სიმართლის სიტყვა და სწორი ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ხდება ხედვიდან და არა მოსაზრებებიდან. ხედვა უნდა შეინარჩუნო. ხედოს ვერ შეინ მე ერთი რო დაინახავ, ხო? მაშინვე შეგიძლია გონებას ოღონდ რამე გააკეთებინე, სად არ გამოყოფა რა ზიარი აზროვნებს. ოღონდ ჯერ ხედვა უნდა გაიჩინო რაღაცაზე. მანამდე გაჩერდი. აი თქვი არ ვიცი რა, ჯერ არ ვიცი. ყველაფერი არ გეცოდინება. არავინ არ იცის ყველაფერი. არც არაფერი არ ვიცი და ის ვინც ამბობს რომ ვიცი, იმან საერთოდ არაფერი არ იცი. ხო? ეხლა რა არის ეს მინდორი, სადაც მხეცები არიან და თურმე ამ მხეცებს ერთი ქალაქის გადმოტანა მდინარის მეორე მხარეს შეუძლიათ. ეხლა ეტაპობრივად გეუბნებით რა არის ის საკვანძო საფეხურები, რომელიც სანამ ადამიანი ღვთიურობაში თავის ნამდვილ ბუნებაში გამოიღვიძებს და სულიერად დაბადებული იქნება მატერიაში თავის სხეულში, შენ ამ საფეხურებს ვერ ასწდები, ვერც ერთს ვერ გადაახტები, ეგ არის გარდაუვალი. აი მეორე საფეხური, გარდა იმისა, რომ შენ რაზეც ნერვიულობდი და რისიც გეშინია, იმეებზე მუშაობ წლები. მერე, შემდეგი, აი ეს ნადირები ვინ არიან, ეს საყვირი რა არის, საყვირს აძლევენ, ხო? ნახე, ეს გარეული ცხოველები ჩვენში არის ემოციები, დაუმუშავებელი ემოციები. და ის ქალაქი, რომელიც ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადადის, როგორი რაღაცა იცი? შენ სათითაო ადამიანს რაზეც აქვს მიდრეკილება, არ ვიცი, გენეტიკურად ვის ოჯახშიც დაიბადე, როგორი ადამიანების გაზრდილიც ახარ, იქ ჩვენ მიდრეკილებები და რაღაცა აი ეს ემოციური რაღაც სკილები გვაქვს. აი ზოგი ეჭვიანია, ზოგი ხარბია, ზოგი ამაყია, ზოგი გულუბრიყვილოა, ზოგი ძუნწია, ზოგი ეჭვიანია. ხო გესმის? ეხლა ჩვენ ვიბადებით ინსტინქტების ერთი ცენტრით და ადამიანში აბსოლუტურად ყველაფერია. შესაძლებლობის პოტენციალის დონეზე აბსოლუტურად ყველაფერია. მაგრამ აქ საყვირია აუცილებელი. გესმის? ეძახის იმათ, უნდა გააღიზიანოს, უნდა გამოიწვიოს. ის კი არა რომ რაღაცა ჩვენ ხო ვთრგუნავთ შურს. არავინ არ უნდა დაინახოს რომ შემშურდა. და შენ სულ ქვევითა ქალაქში იცხოვრებ. ნახე რას ნიშნავს ერთი ქალაქის მეორე, მდინარის მეორე მხარეს გადმოტანა. აი ემოციები როგორია? ემოციები არის აი ესეთი მდგომარეობაში წარმოიდგინეთ ინსტინქტის ცენტრში და აი მაგალითად ადამიანი არის ამაყი. ხმაური უნდა ატეხო, ანუ უნდა იმას გააგებინო რომ მე შორს არ მივდივარ, გეძახი, უნდა მოხვიდე გესმის, გამოგიწვევ, აღარ დაგდრგუნავ, რომ გენდოს რომ გამოვიდეს და გითხრას რომ ჰაი, სიამაყე ვარ, ხო? და რომ შეამჩნევ რაღაცეებში, რომ ძალიან ამაყი ადამიანი ხარ. ტრანსფორმირებული ემოცია არის მეორე ქალაქის ზევით, აი ესე ტრიალდება და ზევით გადმოდის. იგივე ემოცია, აი იგივე ნადირი, მოშინაურებელი, იგივე ვებხვი არის მოშინაურებელი ფისო. მერე, რატო, იმიტომ უფრო ლამაზი კი არ არის, შენ გექვემდებარება. ეხლა ყურე, მაგალითებს მოვიყვან რა. ესე იგი, რა მეთოდს ასწავს, აი რა უნდა გავიაროთ აუცილებლად, რომ ჩვენი ემოციების მართვა, იქ რაღაცა ისტორიები განვიხილეთ წინააღმდეგობა და ნერვიულობა, სადაც მე სწრებოდა. ეხლა უნდა ჩემს ემოციებს მივხედო, იმიტომ რომ იქ ცხოველები იყო, ის გარეულია, კაცო, ავაზა, ლამაზია, მაგრამ შეგჭამს, თავს მოგაჭამს. მიყოს ლამაზი რა. ეხლა შენ რომ ისე ტაიგაში აღმოჩნდე და ვებხი დაინახა და ვაიმე რა ლამაზი, რა წაყვი, კირი, ესე მოგაჭამს თავს.
ზუსტად ესეთი ბუნება აქვთ გაუცნობიერებელ დაუმორჩილებელ ემოციებს. ემოციებს სჭირდება მართვა. გესმით? ეს ნადირები რომ მოვლენ, იმიტომ რომ შენ დაუძახი, აღარ თრგუნავ, გაინტერესებს. დამოკიდებულება არის ყოველთვის ყველა ადამიანში ერთი და იგივე. სწორი დამოკიდებულება თუ გინდათ რომ ემოციები მართოთ როგორია. ის არა რომ რაღაცა გაბრაზება რო გაგიჩნდება, ვიღაცაზე ჩაინიკი დაინახო იმის. ეგ არ არის მართვა. ეგ არის შენი გაბრაზები სარკაზმში გადატანა, პატარათი შეიძლება მოუარო სიტუაციას, იქ ტრანსფორმაცია არ ხდება და იგივე ქალაქში ცხოვრობ იცოდე რა. მან შენი მისი მართველი არ ახარ, ისეთ ქალაქში ცხოვრობ, სადაც გმართავენ ისევ, გესმის? და სანამ გამოცდას არ ჩააბარებ, ეგ ისეთი უხვად გექნება ცხოვრებაში, იმდენი გაგაბრაზებს, რამდენიც დაგიბარებია. ამიტომ მოდი ტრანსფორმაციაზე ვილაპარაკოთ, მართლა ემოცია როგორ ვმართოთ. აი როგორ. ნადირთან ახლოს მიდიხარ, უსმენ. მოსმენა არის გარდაუვალი, ყველაფერთან მიდიხარ ახლოს და აღარ გაექცევი. სიამა ყველა ემოციას აქვს, ინსტინქტურ ემოციას და მდგომარეობას აქვს თავისი კარგი და ცუდი მხარეები და უნდა შეისწავლო და როცა შეისწავლი მაგებს, აი მაგალითად, სიამაყე იმას ნიშნავს, კარგი ის არის, რომ სულ მცირე ნამუსი გაგაჩნია და არ იკადრებ რა. ამაყი ადამიანი ახლა უკადრებას არ იკადრებს რა. მაგრამ ნახე იმის უკან რა იმალება, ისეთი გაუცნობიერებელი სიამაყით შენ ყოველთვის მოერიდები რომ შეცდომა დაუშვა. იმიტომ რომ გაგიტყდება, გაიგე? იმდენად სენსიტიური ხარ, გესმის, რომ იმიტომ რომ ნამუსი გაქვს, მაგრამ იმ ნამუსს მაშინვე შენი ეგო და გონება იპყრობს, გესმის? და აი გეუბნება რომ ეხლა შენი სად გეკადრება, ეგ შეცდომა დაუშვა, შეცდომას მარტო ეს კრეტინები უშვებენ. გესმის? ამიტომ შენ რომ ამაყი ხარ, უნდა იცოდე რომ შეცდომები მოსულა. და ეგ შენი ეგოს სენსიტიურობა ერთ ადგილას უნდა ჩადო ნაფტალენიანი მაშინ და აღარ გამოგადგება. სკიფში ხო, ეგ შენ აღარ გადგება. იმას თუ მოусმენ, სადღაც რო სიამაყე გაგიჩნდება, რომ რატო არ ვამბობ სიტყვას და რატომ არ რაღაცას არ ვაკეთებ, იმიტომ რომ გიტყდება რომ შემეშალოს, შეგეშალოს აბა როგორ უნდა ისწავლო. და შენ უკვე სიამაყეს მართავ, ის გემორჩილება. ეგ არის ამოტრიალებული. ახლა ამოტრიალებული სიამაყე არის ქმედით უნარიანობა, დინამიკა, სიმამაცეში გადადის. ამოტრიალებული სიამაყე ძალიან მაგარი ქალაქია, არაჩვეულებრივი ქალაქია უკვე. შენ რომ სიხარბეს დაინახავ საკუთარ თავში, იმას კარგი და ცუდი მხარე აქვს. კაცო, ახლოს მიდი, რაღაცას რომ დახარბდები, აღიარე. აღიარება ნიშნავს მოსმენას. რომ აღიარებ, ნახავ რომ აბა კარგი მხარე რა აქვს სიხარბეს. იცი რა არის რაღაცა შენთვისაც უნდა დაიტოვო, თუ არა და ყაჩაღი გახდები საკუთარ თავთან. თუ არა და სიკეთის მოთამაშე ტიპი იქნები, გესმის, გაუცნობიერებლად. ამიტომ რაღაცა სიხარბის კარგი მხარე ის, რაღაცა შენთვისაც უნდა დაიტოვო, ყველაფერს სხვას ვერ მისცემ, გესმის? არ შეიძლება. ნუ ასწავლი მეორე ადამიანს რომ უნდა გამოგიყენოს, რა არის ეგა? ამიტომ იმას რომ ბალანს ვერ გააკეთებ სიხარბეში, აი ტრანსფორმირებული სიხარბე არის ზომიერი სიკეთე. სიხარბის ცუდი მხარე ის არის, რომ შენ ერთი თვალი იმაზე გექნება რა მოიხვეჭო, მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე იმუშავებ და მეორე თვალი იმაზე ვინმე არ წაგლიჯოს რაღაცა, არ გააზიარებ. თუ ყველას წაგლიჯავ რაღაცას, რაც გინდა და გჭირდება და არ გჭირდება და რაც აგაქვს თუ არ გააზიარებ, გესმის? არ ვიცი, რაც იქნება ცოდნა თუ მილიარდებია, რავი, ისე მოიხმარო როგორც უნდათ. შენ პატივისცემას, სიყვარულს, საყვარელ ადამიანს, ყველანაირ ღირსებას და კარგ ადამიანებს კარგავ. და როცა მაგას გაიაზრებ, და აი ლაგამი გასოსიმას რო ხსნედით ეშმაკის ლაგამს. აი მაგ ლაგამს გამოიღებ მაგ სიხარბის ლაგამს, ხო? ვინახდები? კაცი, რომელიც სწორედ მუშაობს და თავის ნაშრომს სწორედ აზიარებს და იყენებს და ირგებს. ტრანსფორმირებული სიხარბე არის მადლიერება. როგორია?
არაჩვეულებრივი ქალაქია. შესანიშნავი. მოდი სიძუნწე ავიღოთ. ნებისმიერ რაღაცა ტრანსფორმირებული ამოყირავე და ზევით მიდის. ძიმე კი არ არის რომ შენც დაბლაქწევდეს და უბედურს გამყოფებდეს. ესე ტრიალდება და ზევით მიდის. მაღლითა ქალაქში იცხოვრებ, გესმის, ღირებულებებს გაგიხსნის ზევითა ქალაქში. სიძუნწეს თავისი კარგი მხარე აქვს. სადღაც ეკონომიურობაა საჭირო და არ უნდა ფლანგავდე ყველაფერს. სადაც საჭიროა ცოტა ეკონომიურად იყავი, ხო? და ნუ განსჯის ხოებს, ვისაც ეკონომიურობა მოწონს. მაგრამ შენ თუ ყველაფერს არაფრის გაცემა არ გინდა, შენზე ღარიბი არავინ არ იქნება. მაშინ სუგჯერა რომ სიღარიბე არსებობს და სუგეშინია, იმიტომ რომ მაგის გარდა რეალობა არ არსებობს. და როცა შენ მიხვდები რომ როცა ადამიანი სწორედ გაცემს და სწორედ იღებს, აი ვიცი, ის ამოტრიალებული სიძუნწეც, რა ვიცი, ალბათ ნამდვილი სიმდიდრე ხდება გესმის მერე. მადლად იქცევა, მადლიანი ტიპი იქნები. ხო, და დაფასება და შერგება. და შენ არასოდეს არ გააკეთებ კონცენტრაციას დამგრეულ ღობეზე და ავატყობს ხეულზე. პირიქით ესე შეხედე, როგორც არის დაინახე. ის ვიღაცამ გამოიწვია თავისი ღარიბი აზროვნებით, იმიტომ რომ ძუნწია თავის აზროვნებაშიც კი, რომ აი ეს ისი აზროვნოს როგორც საჭიროა. ძუნწია, ერთი და იგივე წინადადებს ატრიალებს. ჩემი საქმე არ არის, ხო, რა თქმა უნდა ვაიმე ახლა აი მაგიტომ არის საჭირო ფული, რომ ცუდად რო გახდები, უნდა თურქეთში წახვიდე. გესმის? ეს არის ძუნწი აზროვნება აუცილებლად. ამიტომ დავინახოთ როგორც არის. და დავინახოთ როგორც გვინდა რომ იყოს. და მე ძუნწი კი აღარ იქნები, შემოქმედი იქნები. როგორი ქალაქია? როცა შემოქმედი ხარ, როცა მადლიანი ხარ. როცა იცი რომ აი ესეთი ხედვით, აი ესეთი ემოციების მართვით შენ ყოველთვის წყაროსთან და სათავესთან ახარ დაკავშირებული, რომელიც არის ულიმიტო რესურსის. რომელი ჯობია? რომელ ქალაქში ცხოვრება ჯობია. ამიტომ ემოციების დათრგუნვა, ან ოდნავ გადაკეთება და იმის ვიზუალიზაცია ტუალეტში ჩავრეცხოთ, ისა რა ქვია სიამაყე. დიდ არაფერს არ მოგცემს, გარდა იმისა, რომ ისე დათრგუნავს სიბრაზეს და სიამაყეს, რომ ვიღაცა ძალიან ცუდად მოგექცევა და ვერც კი მიხვდები, რომ უნდა გაბრაზდე და აი აქ რაღაცა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ან ნამუსი უნდა გქონდეს და ყველაფერი არ უნდა იკადრო. ეხლა რა არის, ვერ გავიგე ესე გადაკეთება. საყვირის დაყვირება იმას ნიშნავს, რომ არ ვმალავთ არაფერს. არ ვთრგუნავთ არაფერს. ქრისტემ თქვა, შენ თუ გინდა გაბრწყინებ, შენ თუ გინდა ჭეშმარიტება, შენ ჭირდება ყველაფერი. ოღონდ ყველაფერი. ხაზგასმით აღნიშნა. რატო? აი იმის ტრანსფორმაციის გარეშე. ბჭო, რესურსი ხო გინდა რომ რაღაცაზე იაზროვნო, რაღაც გამოიყენო, აბა მაშინ თავისით თუ მოხდება ავტომატიურად შენინებელობა და ყურადღების გაჩერება და მუშაობა რა შემდგომარეობს. ანუ შენ მატერიაზე ხო უნდა მუშაობდე, მატერიაში რესურსი თუ არა გაქვს დაუმუშავებელი, შენ რანაირად უნდა აიტანო ზევითა ქვეყანაში, როგორ უნდა გადახვიდე, ხო? შენ თუ მიწა არა გაქვს, რას მოხნავ და დათესაო მითხარი? ხო გჭირდება ტალახი. ანუ ჩვენ თუ გვინდა ჭეშმარიტებაში გაღვიძება, ჩვენ გვჭირდება ყველაფერი. არაფერს არ თრგუნავთ, ყველაფერთან პირისპირ დგებით, არაფერს არ გავექცევით, პირიქით, ხმამაღლა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩემში ეჭვიანობა, გესმის, ეგ რას ნიშნავს, რომ შენი ღირებულება სხვა ადამიანით ჩაანაცვლე. მე ეჭვიანი ვარ. ჩემი თავის აღქმა ღირებულება არ გამაჩნია, ესე იგი. ანუ ეჭვიანი ადამიანი ფაქტიურად ვინ არის, იცი? ვინ საკუთარ თავს როგორც ნაგავს ისე აღიქვას და შენ თუ იქნები აქ, მაშინ ვიქნები ღირებული. თუ არ იქნები, არ ვიქნები ღირებული. დაგიკავებ, აბა რას ვიზავ? გაგაკონტროლებ, აბა რას ვიზავ? ამიტომ მაგ ყველაფერს აღიარება სჭირდება და ტრანსფორმაცია სჭირდება. თუ დააკვირდები, მიხდები, როგორ შეიძლება შურის შური არაჩვეულებრივია. შური ყოველთვის მიგიყვანს შენი სურვილების ფესვებთან. რომ დაინახავ, რომ ვიღაცა ისეთ რაღაცას აკეთებს, რომელიც შენც გინდა რომ გააკეთო, მაგას შური გასწავლის, აბა მოусმინე, მე დადგები და სწავლას დაიწყებ. რატო არის ცუდი?
ჭკვიანი და გონიერი გახდები, გესმის? შენი თავის პატივისცემა გაგიჩნდება. ესეთი ხარ, მე ჩემს თავს უსმენ და როცა სწორი მიზნით სწორი რაღაცა მინდა, წავალ და გავაკეთებ. როცა ემოციების მართვას იწყებს ადამიანი, ემოცია და გონება, ფიქრები, რაღაცა რწმენის სისტემა, შესაბამისი ისტორია ყოველთვის შეუღლებულია ერთმანეთზე. თუ ემოციას ფლობას დაიწყებ, შენ აიქ ისტორიებს ქმნი სიძუნწეზე, ეჭვიანობაზე და იმაზე, რა ქვია, რავი, სიამაყეზე და გულუბრიყვილობაზე. ეს ძველი ისტორიები, როგორი აღარ გადგება. შენ თუ ემოციას არ ყვებავ ძველი ისტორიით, რომთაც ბურბურდებო და გესმის, რომ რატო უნდა მქონ, დიახაც შემშურდება, აბარა შემშურდება, თავცარიელებიე რომ რაღაცეებს აღწევე და მე ესეთ მდგომარეობაში ვარ. შენ როგორც გინდა მართალი იყო ტექნიკურად და არის ხშირად მართალი. შენ ეგ სად გიყვანს რომ დაზარალების მდგომარეობაში იგი. რა თქმა უნდა, ანუ ისიც იმას შენი დარდი არა აქვს და აი გამოდის რომ შენს თავს მარტო სტოვებ, გესმის, გამოსავალს კი არ ეძებ. როცა ისტორიებს ნამდვილ რეალურ ისტორიას სწორ შეფასებას მივცემ, რაღაცა ემოციას თუ არ გავურბივო, იმას შევისწავლი. ეს რას მეუბნება, რატო გაჩნდა, გესმის და იქ რომ ჩემს სწორ დამოკიდებულებას ვირჩევ და სწორ ისტორიას ქმნი, ხო? აწყობობაში, რეალობაში როგორც არის. ეს ისტორიაც ეს ძველი შურები და ეჭვები აღარ ბურბურებს იმასავით, აღარ გიწვავს ამ ენერგიას, იმიტომ რომ შენ აღარ ყრი ძველი იდეებს შიგ. ახალი ისეთი მოაწონე, დაწყნარ და ჩაქრა ეს ცეცხლი. და ეს ცეცხლი რომ ჩაქრება გონებას საერთოდ გამოშტერდება. ხელმწიფე ესეთია რომ ვაიმე ამის იმედი მაინც მქონდა რომ ის ძველ რაღაცებს გააღვიძებდა ძველ ისტორიებს და ეხლა ამის იმედიც აღარ აქვს, გესმის? იმ დონეზე აგებს ამ ყველაფერთან. ანუ მონადირე რომ ხელიდან გაუსყდა, ნელ-ნელა თავზე ენგრევა სასახლე მარჯვნიდან და მარცხნიდან. ისტორიები, ემოციები, ყველაფერი შემოეცალა. ხო. ეხლა ბოლოს რა უთხრა ვეზირმა? უთხარი არ ვიცი ამოგიტანოსო. Okay. ხელმწიფო მოიხმა მონადირე და უთხრა: გაძლევს 3 დღის ვადას. რომ თუ არ ვიცია რომ მოიტანო, თუ არა და მოგკლავ და შენს მზე თუ ნახავს, მე წავიყვანო. ნუ ფაქტიურად ყურადღება მკვდარია, როცა გონების ხელშია რა. იმიტომ რომ ის ესე მკვდარი გდია და სადაც უნდა იქ წაიყვან, სადაც დაგეშავს იქ მიუქცევს და ის ინფორმაცია მოაქვს მერე. წავიდა მონადირე, არ ვიცი საშოვნელად. ხე ვაშს აღარ აგორებს, ეგ რას ნიშნავს? ამ ეტაპზე უკვე ეს იცით როგორი დიდი საფეხურებია. როცა შენში რაც წინააღმდეგობას, ნერვიულობას, შიშებს ბადებს, ის გადახედელი გაქვს და გარკვეული გაქვს. როცა შენში ემოციების ფლობა შეგიძლია, რაც კი ნადირი ყავდა, ის მოშინაურებული ყავს, რომ ეტყვი, დაჯექი უნდა დაჭდეს. გესმის? ეს სერიოზული ჩატარებული ის არის, რა ქვია, საქმეა უკვე შენში და აქ უკვე მეთოდი აღარ გჭირდება ამის შემდეგ, რომ აწყოში როგორმე დარჩე შენი ყურადღებით. ვაშლი აღარ სჭირდება, სახშიც კი არ მიდის, რომ მზე თუ ნახავს რამე უთხას, ეგ რას ნიშნავს? ყურადღებით სულ აწყოში ხარ? ყოველგვარ რუტინაში. სულ სადაც ხარ? იქ ხარ. თუ არის აზროვნება საჭირო? იაზროვნებ, თუ არის საქმე გასაკეთებელი, გააკეთებ. თუ არა და უბრალოდ ხარ. ხელმწიფო მოიხმო მონადირე. ოკეი, ის წავიდა მონადირე არ ვიცია საშოვნელად წავიდა. იარა, ბევრი იარა, ცოტა იარა, მივიდა ერთ უდაბურ ტყეში. იქ ერთი ქოხი ნახა. ქოხში ერთი დედაბერი იჯდა და იძახდა: "პილტონ, აბა სადილი მომიტანეო." მაშინვე სადილი გაჩნდა. "აბა პილტონ, ღვინო დამისხიო", შეძახა ბებერმა. ღვინოც დაუსხა ვიღაცამ, თუ რაღაცამ. მონადირე გაუცებული იდგა და ფიქრობდა, ნამდვილად ეს უნდა იყოს არ ვიციაო. ბებერი გარეთ გამოვიდა. მონადირე ჩუმად შევიდა ქოხში, ისადილა და ბოლოს დაიძახა: "პილტონ, მოდი ღვინო დალიეო." მონადირეს მოესმა ხმა: "არა ბატონო, მადლობას გწირავ. მე ღვინოს არ უსვავ. რამდენი ხანია ბებერს ვემსახურები. იმას ჩემთვის ერთი წვეთი ღვინო არ მოუწოდებია. შენ კი მოსვლისთანავე მომაწოდეო." მონადირეს უკვირდა, რა სულ დგმულია, რომ ლაპარაკობსო. ბოლოს დაიძახა: "პილტონ,
წამოხვალ ჩემთან თუ არაო? კი ბატონო, მოისმა ხმა. წამოვიდა შინ. გზაზე მალმალე გაიძახო და პილტონ. რა ბატონო, ესმოდა პასუხი. გზაზე ერთი კაცი შეხვდა, რომელსაც ყუთი მიჰქონდა. ახადა ამ კაცმა ყუთს თავი და უცებ ჯარი ამოცივდა. კაცმა ისევ ჩარეკა ჯარი ყუთში, დახურა, მოიკიდა ზურგზე და წასვლა დააპირა. მონადირემ უთხრა, მოდი დავჯდეთ პური ვჭამოთო. გზავმა უპასუხა, არც შენ გაქვს რამე და არც მე, როგორ ვჭამოთო? მონადირე უპასუხებს, რომ პილტონ სუფრა გაშალეო. გაიშალა სუფრა ნაირ-ნაირი საჭმელებით, დასხნა ისაუზრეს. პილტონ, აალაგე სუფრაო, დაიძახა მონადირემ სუფრა გაქრა. გზავს გაუკვირდა ყველაფერი ეს და სთხოვა მონადირეს. გამიცვალე შენი პილტონი ჩემს ყუთშიო. მონადირეს ჩაშჩურჩულა ამ ხმამ, გაატანე ჩემი თავი. ცოტაზე გავყვები და ისევ შენთან დავბრუნდებიო. მართლაც გაცვალეს. ცოტა მანძილი გაიარა მონადირემ და მოესმა ხმა. დავბრუნდიო. მონადირე მივიდა ხელმწიფესთან. ხელმწიფემ კითხა, რა ქენი? მომიყვანე, არ ვიციაო. ამ დროს ხელმწიფემ ტკიცა ვიღაცამ ხელმწიფეს ტკიცა სილა. აბა თქვი, ვინ შემოკრა სილაო? გაოცებულმა ხელმწიფემ პასუხა, არ ვიციო. მე გახლავარ, არ ვიციაო, მიუგო ხმა. ხელმწიფეს საშინლად გაბრაზდა. უნდოდა რომ მოეკლა მონადირე, მაგრამ მონადირემ ახადა ყუთს თავი, ამოცივდა ჯარი, დახოცა ხელმწიფე და მისი ვეზირები. მონადირე დაჯდა ხელმწიფეთ, მზეც უნახავი კიდე დედოფლად, არ ვიცია კიდე უფროს ვეზირად. გუშინ იქ ვიყავი და დღეს აქ მოვედი. ეხლა ვინ არის ეს პილტონი რა? მოკლედ, როგორც ჩანს, ყურადღება გავარჯიშებულია უკვე აწყოში ყოფნით, ხო და არ ვიცი, რაღაცა ქოხს მიადგება, სადაც ეს ბებერი რაღაცას ეუბნება პილტონ, იმსახურებს რა, პილტონეს გამიშალე და მაშინვე საზრდო მოაქვს პილტონს, საზრდოც და წყურვისაც უკმაყოფილებს და შიმშილსაც უკმაყოფილებს. ეხლა პილტონი არის ძალიან გვაგონებს პლატონს. შემდეგი საფეხური, ანუ ფილოსოფიური გონებაა. შემდეგი საფეხური, როცა ადამიანი თავის ზედაპირზე, სადაც სატეხი სჭირდება, იმიტომ რომ უხეში დაზარალებული ემოციური ისტორიები და რაღაცა ის, რა ქვია, შიშები, წინააღმდეგობები რითი ჰქონდა, იმას ხო მოტეხავს და რაღაცები გამოჩნდება, ხო? აი, ძალიან ღრმად ბებერი, ანუ რუსულად ბაბა-იაგა, რომელიც არის ჩვენში ყველაზე ყალბი იდენტიფიკაციას მივადექით ყველაზე რაფინირებულ ადგილას, რომელსაც ფილოსოფიური გონება აქვს. უკვე ისეთ ადგილს მივადექით, რომელიც სადაც გონება ფილოსოფიურია და სერიოზულ საზრდოს ბადებს. ის უკვე გაწვრთნილია, სადღაც მონადირეს კი არ აგზავნის, უკვე აქვს ეს ცოდნა ეზოთერული, გესმის, ფილოსოფიური. როგორი საყურადღებოა სანამ ამ ბებერს ჩვენ შევიცნობთ, იმიტომ რომ ეს ბებერი, ის ყალბი იდენტიფიკაცია, როგორც კი გონებაში პირველი ფიქრი დაიბადა და ყალბი იდენტიფიკაცია გაჩნდა, როგორც კი გონებამ თქვა, მე მშია, ვინმე? ვითომ ის ვიღაცა აი ეს ხათუნა, გესმის? და ჩნდება ყალბი იდენტიფიკაცია, რომ აი აქ ვიღაცა არსებობს, ანუ ეგო. და ეგოში ვიზრდებით. ეს არის წარმოსახვითი ვიღაცა არსება, რომელიც არ არსებობს. და ნახე როგორი რაღაცა ხდება, ისევ რუსულ ზღაპარს სესხები, რადგანაც პატარა იმას შევიტან აქ. ქოხში ცხოვრობს, ხო? ყველამ ვიცით, რომ ეს ბუშკა ქოხი შეტრიალებულია. სანამ ჩვენს ეგოს და ფსიქიკას არ ვფლობთ და არ შევიცნობთ ბოლომდის, ეგოს როგორ შეიცნობ? მიხვალ და დაუძახებ და უნდა შემოტრიალდეს, confrontation, პირისპირ დადგომა ხდება. ბოლომდის უნდა მოусმინო, იქ ხიბლი ნახე, რაღაცა რაც ნეგატიური იყო, ის ადვილად მოვიშორეთ, კაცო, გავტეხე და რაღაცას ახალს შევქნი, ახალ ისტორიებს, გესმის, რაც რეალობას ემთხოვა, მაგრამ ეს რაფინირებული ამას ხელი როგორ გინდა დაუშვა, ამისთანაც ოდნა აქვს ამას, ხო? ყველაზე ტკბილ ადგილს მივადექით, სადაც ყოველთვის ნაჩუნდება ეგო, იმიტომ რომ მას აღმატებულობა სწორია, სხვაზე მეტი უნდა იცოდეს, ისეთი რაღაც უნდა ჰქონდეს, რაც სხვაზე მეტია. მაგრამ თუ პირისპირ თუ ქოხი შემოტრიალდა, ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ აი ეგ გაცნობიერებული გაქვს და პირისპირ უსმენ, არაფერს აღარ გაურბიხარ, არც ხიფში ვარდები და არც გეშინია, ვერ შეგაშინეს, არც ნერვიულობ.
წინააღმდეგ შემთხვევაში ქოხი სანამ უკან არის შეტრიალებული, ეგ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ფსიქიკა ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს. და ის ცოდნა, რომელიც გაგვაჩნია, სწორი მიზნით არასოდეს არ იქნება გამოყენება. არასდროს. პირისპირ უნდა დავდგეთ ეგოსთან. გესმის? ეხლა უყურე, ამ პლატონურ, ამ ფილოსოფიურ, ამ ეზოთერულ გონების ფორმასთან გაოცდება ყურადღება, იმიტომ რომ ხელმწიფე რომელიც მომიტანე, შემიწვი, ეს ჩემია, აღარ მინდა, წეგან მინდოდა, ამას მიჩვეულია, მაგრამ აი ეს ძალიან მაგარი მომხიბლელი ტიპია, როგორი საკვები და სასმელი აქვს, ხო? ღვინო რა, სიბძნეზეც დაგელაპარაკება სიყვარულზეც, ღვინოც აქვს და პურიც, ხო? ძალიან ლამაზად დაგელაპარაკება, მაგრამ ეხლა უყურე, ნახე როგორი მიდგომა რა საინტერესო რაღაცას აკეთებს. ღვინოს შესთავაზებს. და მაშინვე პატრონად აღიარებს გონება. ეგ რას ნიშნავს? ჩვენ თუ გვინდა რომ გონება ჩვენ გვემსახურებოდეს. ზედმეტი ცოდნა კი არ უნდა შევძინოთ, რომ რაღაცას წარმოადგენდეს და იმას ეგონოს რა მაგარი პილტონია. ჩვენ უბრალოდ კეთილად უნდა მოვექცეთ. ღირებულ რამეს გეტყვის თუ სასაცილოს, ამ პარტავნულს თუ ბოროტს. არა კრიტიკა. როგორი საკვებიც გინდა შემოგთავაზოს, როგორი ფიქრიც გინდა მოგიცუნცულოს. არა კრიტიკებ, ავია თუ კარგია შენია. სიკეთე. სიკეთე. იმიტომ რომ მაგასთან თანამშრომლობით მატერიაში სული იღვიძებს მატერიაში და მაგის გარეშე შეუძლებელია. შენ იმას უსმენ, ეუბნება პილტონ, შენც დამილია ღვინო. გესმის? უყვარს. პილტონ იცოდე რომ მიყვარხარ და შენ რომ არ იცოდე ეგ ეზოთერული ცოდნა რომ არ გქონდეს, მაინც ჩემი ხარ და მიყვარხარ. შენ რომ მიწის დამუშავებაზე იფიქრო და ის მომიყვარ, მაინც მიყვარხარ. ჩემი ხარ. არ ვაკრიტიკებთ. და მან პირველად პილტონი, ნახე, არ ვიციად როგორ იქცევა. პილტონი ფიქრობს, არ უნდა ვიცოდე არაფერი. არ უნდა ვიცოდე არაფერი. მე კიდე მეგონა რომ რაღაცას უნდა წარმოვადგენდე და ეს არის პირველი თვითრეალიზაცია გონებაში, რომ გონება მიხდება მე მაინც არ უბადებ სიბზნეს, ეს ეზოთერული ცოდნაც მე არ მეკუთვნის, ფილოსოფია მე არ დამიბადია, მე არაფერი არ უნდა ვიცოდე. ჩემი პატრონი რასაც მეტყვის, სადაც ყურადღებას გააჩერებს, იქ მოვემსახურები და რასაც შევაგროვებ, რომ მეტყვის, რომ აი ეს და მივაწოდე ისევ იმ მახსოვრობიდან, აქ ვიაზროვნებთ და სპონტანურად მოვემსახურები. და გონება ჩერდა. გონება გადადის ვიციდან არ ვიციაში. იცი რატო? ეგ არის მშვიდობა. ეგ არის მისი ბუნებრივი, ნორმალური მდგომარეობა. არც აღზნებული, არც ბოროტი, არც ერთპარტიული, არც ფილოსოფიური. ეგ ყველაფერი თამაშებია. და რაც ეტყვი, რომ შენ არაფერი არ უნდა იცოდე. შენ ისედაც მოაზროვნე ხარ, სადაც გეტყვი და ყურადღებას გავაჩერებ, საიდანაც აი აქ გადაწყვეტილების მიღება მოხდება, იქ შევხედავთ და ხედვა რომ დაიბადება, იმის მიხედვით შენც დაინახავ, შენც იქ სულსუფრაზე სულ არის. ყოველთვის შეგიძლია რამე მოსაზრება შემოიტანო, არ გაგაკრიტიკებ, მაგრამ იცოდე, არ გავატარებ ყურის ძირში ყოველთვის მოგისმენ და როცა სასაცილო ხარ გეტყვი, ხახა. ჩემი სახელით ნოლაპარაკავ. ძველ თამაშს ნოუბრუნდები და ისიც გეტყვი, ხომ და გავერთოთ ხოლმე ხანდახან. როგორც კი გონება მიხვდება, რომ თურმე არ სჭირდება, რომ რაღაცას წარმოადგენდეს და წნარდე. არაფერს არ ამტკიცებს. და სადაც ეტყვიან იქ იაზროვნებს და რაც უნდა დაიმახსოვროს, იმას დაიმახსოვრებს და როცა უნდა მიაწოდოს, მაშინ მიაწოდებს. თურმე ლიდერი არ ყოფილა. არ იცოდა, რომ დასვეს ისეთ ადგილას, როდის იწყებს ადამიანი დიქტატს. როცა ისეთ რაღაცას აკეთებს, რომ ის გარტყმაში არ არის. არ იცის. და შეშინებული და განერვიულებული რაღაცას ამტკიცებს საწოდავი. სანამ მაგას საკუთარ თავში არ მიხვდები გონებასთან
დამოკიდებულებაში. Თუ გარეთ რანაირად გააკეთებ სხვანაირად. ვერ შეძლებ, ვერ მიხვდები, ვერ დათმობ. იმიტომ რომ ის შენი გონება ისეთ ფიქრებს და იდეებს მოგაწვდის და მოგიცუნცულებს, ისეთ ემოციებს გაგიღვიძებს, რომ იძიებ შორს. ისე ვიხარბებ, ისე ვიეჭვიანებ, ისევ დაიმყრობ. მანამ სანამ გაგივა. ალხანას კიდე ჩალხანა არ ელევა. ვიღაც გაგაკორებს, რა ვიცი. ჩამოგაგდებს, გაგისტუმრებს, გაგაგდებს, არ ვიცი. დაგემშვიდობება, I don't know. პილტონი რო უკან მიყვება, ჯერ ბოლომდის დაცარიელებული არ არის, თუმცა უკვე კარგი დამოკიდებულება აქვს, თავისი ეგოც გადის ქოხიდან. რატო შემოატრიალა ქოხში შევიდა. ეს სახლი ჩვენია. ეს სახლი უმაღლეს ცნობიერებას, ეს სახლი უმაღლეს ცნობიერება ვისი ბუნება სულის. ეს სახლი მას ეკუთვნის ეგოსა და საერთოდ ვინ არის, რას წარმოადგენს. ვერც კი იპოვი რო შეხვიდე შენს მექანიზმში. სად არის აბა რომელია? არ არსებულია. წარმოსახვითი მიარი, რომელიც იმდენად ბებერია, რომ პირველი ფიქრი გაჩნდა თუ არა და წარმოსახვითი იდენტიფიკაციაც გაჩნდა ადამიანის არსებობაში. მაგრამ როგორც კი ქოხს შემოატრიალებ და იქ ყველაზე რაფინირებული ის რო აქვს გონების ნაწილი შემორჩენილი, აი ხიბლში არ ჩავარდები. და იმას ეტყვი რომ მიყვარხარ მაგის გარეშე, საერთოდ ეგ შენიც კი არ არის, რა სისულელია. რაზეც ლაპარაკობ შენის არ იცი, მაგისი ფლობა არ შეგიძლია, შენი განზომილება არ გაგაჩნია რომ მაგას ფლობდე. და გონება წნარდება. მშვიდობაა გონებაში. და მიყვება უკან, ხო? და შეხვდებიან მეორე ადამიანს, ნახე, შემდეგი ეტაპი ხო? შემდეგი ეტაპი, როცა აი აქ აღარც მეშინია და არც ხიბლში არა ვარ. ემოცია გაჩნდება და მოусმენ, თან ვიცნობ, გესმის და ვეფხვიც ვიცი ვეფხვიროა და ავაზაც და თან იმეთი ბუნება შესწავლილია, ყოველთვის შემიძლია თავის ადგილას დავსო, ტრანსფორმაცია გაუკეთო, ხო? ახალი ისტორიები შევქნა, ახალი ნაბიჯი გადავდგა ყველაფერში ქმედებაში. შემდეგი ნაბიჯი რა არის ადამიანის ცხოვრებაში? გარეთ ახლა მეორე ადამიანთან ურთიერთობა ხო გინდა? მეორესთან ხო უნდა შეეხო? აგერ ის პანდორას ყუთით მოდის, კაცო. ქაოსია, ომი აქვს. სადაც დაჯდება, გახსნის პირს და ამოლაგდება. რაც არ მოსწონს, რასაც ეწინა აღმდეგება, ეს არის ცხოვრება, დაიწყებს აუცილებლად. ხო ესია რა? მერე ჩაალაგებს ისევ ამას, მოიკიდებს ზურგზე და სადაც დაჯდება, იგივე ხდება. ყუთი აქვს, ყუთის აზროვნება, სადაც მხოლოდ ქაოსია, იქ არაფერი დალაგებული არ არის. ერთი ისტორია, ერთი ემოცია, ერთი დამოკიდებულება, სიღრმე თუ ზედაპირი, არაფერი შესწავლილი და შეცნობილი არ არის. რატო? არასოდეს არ აღიარა, არასოდეს არ მოусმინა, არასოდეს ახლოს არ მივიდა, არასოდეს კეთილად არ მოექცა, არასოდეს არ დააწყნარა, არასოდეს გონებას არ აიძულა, რომ რაღაცისთვის, აი, ცოტა ხანი გაეჩერებინა, არასოდეს ვერასდროს ვერ მიხვდა ყურადღება თავისი ნებელობით ერთ ადგილას როგორ გაეჩერებინა აწყობაში, რომ რაღაცა პატარა მზისხივი გამოსულიყო, რომ ხედვა გასჩენოდა და გათავისუფლებულიყო თავისი ომისა და ჯარისგან, ხო? ვერასდროს ვერ შეძლო. ეხლა უყურე, შენ რო ესეთ ადამიანს რო შეხვდება მეორე, რომელიც ოსტატია თავის თავში, შემოქმედი, რაფინირებული გესმის და საერთოდ არ სჭირდება რომ რამე ახსოვდეს. სადღაცო დაძნენ, მოდი პური ვჭამოთო, ანუ გაცვლა გამოცვლა ხდება საზრდოსი, ვისაც რა აქვს. ამან თავისი გაუცვალა, რომელიცაა გემრიელი ომი თუ ის რასაც შესთავაზებდა. ბიჭო, ამას გადაეხსნა გონება, ესეთია, შენი გონება მომეციო. კი ასწავლი რაღაცებს. და ხო, რა თქმა უნდა. საწავა. ხო და იმას ეუბნება გამატანეო ცოტა ხანია და უკან დაუბრუნდები ცოტა ხანშიო. ხო და ამას კიდე ყუთი მოაქვს, ეგ რას ნიშნავს? შენში რაც ეგოა ხო ნასწავლი გაქვს და სხვაში როგორი ომი ხდება, ყველაფერი შენში ხო არ ხდება რა ბნელი მხრიდან და ეგოს უამრავი ლაბირინთები აქვს. ვინც ყველაზე ომიანი ტიპია, იმისი ეგო უნდა შეისწავლო. იმ ყუთში უნდა ჩაიხედო იმ სიბნელეში. სიბნელეს თუ სწავლობ, კაცო, იქ სინათლე დაიბადება, აბა რა იქნება, თანაც რო არ გეშინია, არ გაურბიხარ და არაფერი სიმართლეთ არ მიგაჩნია. ხო სასაცილოა. ამიტომ ახლოს მიდიხარ გაინტერესებს, რაც უფრო რთული ეგო აქვს ვიღაცას და რთული ისტორიები, ხო? აბსოლუტური ქაოსი და ომი. შენ კი იმას წამოიღებ და იმას
ტრანსფორმაციას გაუკეთებ და უფრო მეტად განვითარდები და უფრო დიდი ხედვა გაგიჩნდება. თან როგორ იცი რომ გაითვალისწინებ თუ მსგავსი შეგხვდება, რა ურჩიო იმ ადამიანს და როგორ დაანახო რაღაცა. მაგრამ ის რამდენ ხანს შეინარჩუნებს შენგან მიღებულ ცოდნას, არ ვიცი აგონებით მიღებულ ცოდნას. ცოტა ხანში დაკარგავს, აბარას იზავს. ამიტომ არის რომ შენ სიბრძნეს, შენს თავისუფალ გონიერ მდგომარეობას ვერავის ვერ გადასცემ. შენ ძალით სხვის მთას ვერ ჩამოარღვევ. შენ მაგას ვერ გააჩუქებ. და აქ მასწავლებელს ესეთი რეალობა შეხვდება თავის გზაზე. თავიდან როცა შენს თავში დემოკრატიას გააჩაღებ და ესეთი დემოკრატია ყველას თავისი სკილების მიხედვით მიეცემა, ზუსტად იცი როგორც ლიდერმა სად რა დაალაგო, გონებას რა ეკუთვნის, ემოციების რა, სხეულს როგორ მოუარ, ყველაფერი აბსოლუტურად. და არავის არაფერს არ აძალებ და თუ რაღაცა მოსაზრება აქვს, არეუნებით დეგენერატო ეგ როგორ მოიტანე. არ უნდა გიცმოდეს ამ ხელა ქალს სხვანაირად. არეუნა უბრალოდ მოусმენ და იქ სწორ ისტორიას მონახავთ, ხო? და ის მაინც გააკეთებინებ ჩვეულებრივად, როგორც საჭირო იმ აწყობაში, რეალობას ყოველთვის მოერგები აწყობაში, ხო? აი როცა ესეთი დემოკრატია აქვს ადამიანს, პირველი რაც თავში მოგდის, რომ ხალხო მივხვდი რა არის თავისუფლება და მივხვდი ეს როგორ კეთდება და გინდა რომ გამოხვიდე ყველას უთხრა. და გამოდიხარ და იქ რო პანდორის ყუთეიანი ადამიანები შეხვდე, კი ეტყვი, მაგრამ ერთს უთხარი, ორს და ბიჭო, ეს შენი პილტონი და ეგ შენი არ ვიცია, სულ უკან გიბრუნდება, სად წავა შენგან, ხო? პილტონის გამოქვაბულშია რა მასე ზუსტად მასეა. ზუსტად მასეა. მე მიხვდები რომ შენ ვერაფერს ვერ ასწავლი. ყველა გენიოსი იუნგსაც ეგონა რომ აუ ეხლა მე ისეთი რა და ეხლა დავწერ წითელ წიგნს და ეხლა ვეტყვი და მორჩა მე-20 საუკუნეში აბსოლუტურად შეიცვლება კაცობრიობა შეიცვალა? ვერ შეიცვალა. ამიტომ ეგეც ეგოს გარკვეული, ეგეც ხო მოსაზრებაა რომ მე რაღაცა შევცვლი. ეხლა რაღაც, ანუ სულ იმედი, სულ რაღაცა კონცეფციები, სულ რაღაცა მოსაზრებები. ნებისმიერი მოსაზრება უნდა დააგდო, იმას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. არავითარი ამ მომენტში. შენ მარტო იცი, შენი პასუხისმგებლობა რა არის, შენი ხედვიდან გამომდინარე, არც მეტი და არც ნაკლები და პილტონი საბოლოოდ არ ვიციათ იქცევა. და გონების წინაშე რო წარდგება, ისეთ სილას გაუჭახუნებს, ვის შეუძლია ნეგატივს და რაღაცეებს, უტყუის ვის შეუძლია რომ სილა გაუჭახუნოს? სიმართლე. ვინ არის, სად არის სიმართლე, რომელიც დაცარიელებულია მოსაზრებებისგან, ნოლია, განულებულია, აქედან სუიბადება ჭეშმარიტება, ერთი სიტყვაც კი საკმარისია. ვინ ხელმწიფეს სილა მოხდეს სახეში? ვისაც უნდა რომ ასეთი ხელმწიფე ყავდეს, ის იმ პანდორას ყუთიდან ამოსული ფიქრებით და ემოციებით აუცილებლად განადგურდება. ვისაც უნდა ეგ დაიტოვოს, ეგ არავის საქმე არ არის. არავის არ აგვაქვს უფლება რა მომენტშიც მეორე ადამიანს აკრიტიკებ და შენ ახლა წარმოდგენა არ აქვს რომ პანდორას ყუთი გაქვს და ეგ შეგჭამ შენ. აი ეს. იმ მომენტში შენს პანდორას ყუთიდან ასროვნებ. შენ მარტო უნდა იცოდეს შენი. შენ უნდა იცოდეს სადა გაქვს შენი ყურადღება, გაქვს თუ არა ხედვა, რას ხედავ და თუ შენ ხედავ სწორედ, მაშინ სწორედ შენ უნდა გააკეთო ძირითადად საქმით და სადაც საჭიროა რომ დაინახავ რომ სადღაც შემავალი პატარა არხია და იმ ადამიანს შეუძლია რომ რაღაცა ისწავლოს, წყურია და მშიერია. მაშინ ვეტყვი, მოდი პური ვჭამოთ, დაჭდები და გაუშლი სუფრას და თუ არა და სილას გაუჭახუნებ. იცი რითი? არ ვიცი. მაგითი. ამიტომ ეხლა მოდი სწორედ ჩამოვყალიბდეთ ბოლოში. ადამიანში მეფე დედოფალი არ გამოჩნდება არც სიბრძნე და ჩვენში უმაღლესი ცენტრები, რომელიც აგერ მესამე თვალთან არის, ეს აივანი აქ არის და გვირგვინიც აქ არის. სიბრძნე და სიყვარული არის ტახტზე მჯდომი უმაღლესი ცენტრები. გესმის და აი ყურადღება ზუსტად ისეთი რაღაცა თუ
ხელში უჭირავს კვერთხი, ეს ჯადოსნური ჯოხია. მეფეს კვერთხი რატო უჭირავს ხელში? ყურადღებას ფლობს. თუ ყურადღებას ფლობს ამ მაღალ ცნობიერებაში გვირგვინოსანი ნაწილი, მაშინი ყველაფერი დაალაგებული იქნება და მის გვერდზე აწყობა სულ შეუღლებული იქნება, გესმის? ყურადღება აქ, აწყოში. და შესაბამისად სიბრძნე და სიყვარული ყოველთვის იქნება არსებული ადამიანის ცხოვრებაში, ხედვაში, საქმეში და სიტყვაში. გესმის? და უფროსი ვეზირი მრჩეველი უნდა იყოს არ ვიცია გონება. ეგ რას ნიშნავს? მორჩილი გონება ესეთია. იცი ეს როგორ გავაკეთოთ? არ ვიცი, დამანახე. დღეს, როცა დაანახვებენ, წავა და სიტყვის და გააკეთებს. გუშინ იქ ვიყავი. დღეს აქ ვარ. იქ არის არარსებული წარმოსახვითი სამყარო, რომელსაც იგივე გონება და იგივე ემოციები ქმნიან. მაგრამ როცა აქა ვარ, როცა აწყოში ვარ, ადამიანი არის მთლიანობა, ადამიანში არის დემოკრატია, ადამიანში არსებულია სიყვარული და სიბრძნე, ადამიანიდან ითქმება ის სიტყვა, რაც უნდა ითქვას, და კეთდება ის საქმე, რაც უნდა გაკეთდეს, რომელსაც არ იპყრობს და ყოველთვის ახსოვს ერთი რაღაცა. ჩემი არ არის, მე არ მეკუთვნის, არ ვიცი როგორ ხდება, მაგრამ ჩემთვის პატივი ამას ვიმსახურებოდე. ეს არის ადამიანი თავის მაღალ ხარისხში. დიდი მადლობა, რომ